მოგესალმებით თანამემორანო დღეს დისკუსიის დღეა, ამიტომ დისკუსია გვექნება ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალიან საინტერესოა იმ პლატფორმაზე, იმ შეხედულებებზე, როგორ შეიძლება საქართველოს გადარჩეს. მე წამყვანი თემურ ბობოხიძე, მე ვაფშოვნია საქართველოს გამარჯვების პლატფორმა და ბატონი ირაკლი გაგინძე კოსტაუს სეზონას სპიკერი. საერთოდ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია ძალიან რთულია. როგორც მოიხსენებათ, მიმდინარეობს ომი ისრაელსა და ირანს შორის და მარტო ეს არ არის ფაქტიურად დღეს მთელი მსოფლიო ჩართულია ომის პირობებში. ძირითადად მესამე მსოფლიო ომი არის, რომელიც არავინ არ აღიარებს, რომ არის მესამე მსოფლიო ომი. სწორედ მესამე მსოფლიო ომია დაწყებული და ამ მესამე მსოფლიო ომს როგორ გადაურჩება საქართველოს, სწორედ ეს თემა უნდა განვიხილოთ დღეს და ვიმსჯელოთ რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ შეიძლება გავაკეთოთ და როგორ გადარჩება საქართველო. ძალიან რთული მდგომარეობაა, ინფორმაციები ნაკლებად მოდის, იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელში აიგზავნა ინფორმაციის გატანა, რომ რა ხდება ისრაელში, რა დაინგრა, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ირანი ცდილობს, რომ დამალოს კიდევ თავისი დანგრეული და რამდენი ტოლილი ეყოლება და რამდენი არის გარდაცვლილი, ამიტომ ეს არის ყველაფერი მიმდინარეობს ეკონომიკური პოლიტიკა არის ეს ყველაფერი, რაზეც ფაქტიურად საქართველოს რამდენად მზად არის ეს საკითხები არის ძირითადად განსახილველი. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი გადაცემა, რამდენი გადაცემა ვსჯელობთ, როგორ შეიძლება რომ გამოვიყვანოთ საქართველოს მდგომარეობიდან რა მდგომარეობაში შეიძლება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. როცა ჩვენ კარგად ვიცით, როცა ხილი ღირს 20 ლარი ხომ საქართველოში და ეს ხილი არის შემოტანილი ირანიდან უმეტესობა და ჩვენთან მოიწვიან ქართველი ხალხს არ უნდა მიწასთან მუშაობა და დატოვეს საქართველოს, ბევრი გავიდა საქართველოსთან ძალიან რთული მდგომარეობაა. მე ბატონ მერაბ თქვენთან ამაქვს ესეთი კითხვა მაქვს. საქართველოს გამარჯვების პლატფორმა. საქართველოს გამარჯვება, გვინდა, დღეს ესეთი სიტუაციაა, რომ მსოფლიო გადადის ცოტა სხვა გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. როგორ უნდა გადავარჩინოთ საქართველოს და რა იქნება სწორედ ის გამოსავალი, რაზე უნდა ვიმსჯელოთ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდას. მზად ავართ ჩვენ იმისთვის, რაც დღეს გამოწვევებია პოლიტიკური გამოწვევები. კითხვას დავამთავრებ. პოლიტიკური გამოწვევები. როგორც საინფორმაციო საშუალებები გადასცემს, ესე იგი ირანიდან უკვე დაიწყეს ფაქტიურად მასიურად გასვლა თურქეთისაკენ, ალბათ წამოვა სასულხეთი აზერბაიჯანის ხარას და საქართველოშიც ბევრი შემოვა სწორედ ამ მიმართულებით. ამიტომ საქართველოში შემოვა ესენი ეცნებიან, ან გავიდნენ, არ დარჩნენ საქართველოში. ირანი ისედაც ამბობს, რომ საქართველო ჩემი არისო. ტერიტორიაო ჩემი არისო და ჩემი უნდა იყოსო. ამიტომ დღეს ახლა ფაქტობრივად აჭარისხარი ათვისებული აქვს თურქებს. ძალიან ბევრი თურქები არიან უკვე და მუსულმანურ ყაიდაზე გადადის. ეს შემოსული ირანელები წეცდებიან შავი ზღვის მხარეს წავიდნენ და დავრჩა ერთი სამეგრელო, ხომ შედარებით სულთან. და ალბათ მიაწვდებიან უფრო სამეგრელოს ხარას. ეს ჩემი ვერსია არის, იმიტომ რომ აჭარაში უკვე თურქული გავლენები იმდენად დიდია, რომ ვერ აიტანებენ ირანელების შესვლას. აი როგორ შეიძლება ჩვენ გადავარჩინოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველა კუთხე აჭარას, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთია თუ კახეთია თუ ეს ყველა უნიკალურია და ჩვენი წინაპრები მაგისთვის იბრძოდნენ, რომ შემოვენახათ ჩვენი მიწა და დღეს ისე არის, რომ ძალიან გაგვიჭირდება ამათან ბრძოლა. აი რა არის ეს პლატფორმა და ამ პლატფორმას როგორ მიაჩნია საქართველოს გადარჩენა და ჩვენი კუთხეები როგორ უნდა გადავარჩინოთ. მე თუმეტეს საქართველოში მილიონი შემოვიდეს, დევნილი ეს წალიკავს თელ საქართველოს წალიკავს, იმიტომ რომ სულ 3 მილიონი დავჭით და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდებით. აი ეს გვინდა რომ იპასუხებთ პირიქით, უმახიანად გიპასუხებთ, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ იმოქმედებს ყველაფერი.
ანუ აი ახლა რასაც ლაპარაკობ ადამიანები გვისმენს, ანუ რასაც ლაპარაკობ ეს არგუმენტირულად უნდა დავაცი, ანუ თვით მაკედონიის ვერ შეძლებს ყველაფერს, მთელი ერი არ ამოგიგებთ. დიახ, ზედ უსულზე გამოჩნდება ქართული ძლეველი, რომელიც ერთ შემოაბრუნებს, ეს დეტონაციურად გამოიწვევს რუსეთში ეროვნულ გამოთავისუფლებელ მოძრაობას და ძალთა განლაგებას, რომელიც შეჭირდება და ყველაფერი. ან შეიძლება მე მოდით ესე ვაზროვნებ, რომ ის თვით რეჟიმი დამარცხდა დაუშვა და ძალიან ცუდია, რომ ელევიან მაშინ შეიძლება მიუღიწევდეს და გადაწყვეტს. ანუ აქ ვარიანტები 50-50%-ზე ისრება, მაგრამ მე მინდა სხვანაირად გამოვიდე და სხვა რაღაცა გითხრა. ძალიან მიხარია ბანკების თემაზე ვიმუშაო და ამბობ, რომ ბევრი ხანია დამეთანხმები შემო ჩვენც ამ თემით მოვედით, ესე იგი თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ცოტა მინდა ეს გამართ გავშიფრო. ანუ ადამიანი უფალმა შექმნა თვის და ამ ადამიანებში არიან ნორმალს რო იცავენ და ადამიანები რომელიც ნორმიდან გამოდიან. ანუ კონსპირტულ მოაზროვნებს უწოდებ მაგალითად. არასტანდარტულად ნორმალური ადამიანები აღვარებენ პრობლემებს. ანუ კონსპირტულ ადამიანები ფიქრობენ, ეს პრობლემები რო არ გაჩნდეს ამისთვის რა გავაკეთოთ. აი როცა ამაზე იწყებენ ფიქრს და თვის და რაც შექმნა, რას ნიშნავს, რომ ადამიანს გააჩნია კრიტიკული აზროვნების უნარი. ანუ ის სვამს კითხვებს, პოულობს ალგორითმებს, ვიზუალურს, სახიერთს, მოდელებს და ამ მოდელში მე მთავარს ხედავს. აი ახლა უკვე არ იშლებიან ეს ადამიანები, არიან ისეთები, რომელიც ამბობენ, რომ თუ ჩვენ სამართლებრივ სივრცეში არ დავუბრუნდებით, არც არაფერი მოხდება და ისტორია. ეს სამართლებრივ სივრცის დაბრუნების ალგორითმის ალგორითმი ერთია. მაგრამ უფრო ზევით განან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ჩვენ არ გვექნა ქვეყნის უსაფრთხო სასურველი მოდელი არ გამოვა. ანუ აქ იკვეთება ერთი რაღაცა, რომ ესე იგი რაღაცა ქართული სასწავლი, რომელიც იქნება ძალიან დიდი ქართული პლატფორმა, რომელიც უფრო მოთხოვნადი და ნახვადი იქნება, ვინმე მთელი სოციალური თეორიულად გაკეთებადია, მაგრამ კიდევ არიან ზევით ადამიანები, ერთ-ერთი მათგანი აგზის, რომ თავარია ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციაში შევიყვანოთ და დავაკავშიროთ იმ ხვალზე ამოსული ყვავილით, რაც მილიონი წელი მუშაობდა. ეს არის გვართა კავშირი. ზუსტად ეს არის ილია ჭავჭავაძე გენიალური იყო. ანუ ჩვენ ახლა როცა ვლაპარაკობთ ასეთ თემაზე და როცა ვთქვით ეს ადამიანები თავის ფანტაზიით რაღაც ლოგიკურზე მიდიან, აი აქ ფანტაზიაც იყოფა თემურ ნაწილად, მაგალითად მინდა თქვა, ეს არის ერთი ფუჭი უტოპიური, მეორე არის კვლევებზე, კანონზომიერებაზე, ემპირიკულ დაკვირვებაზე, გამოცდილებაზე დაახლოებით ამაზე მივდივარ. ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი შეხვედრა იმ ბრთასთან, პრეზიდენტის, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებთან, რომელიც სწორ პოზიციას იკავებენ, იმიტომ რომ პრეზიდენტული მმართველობა არის და გასაგებია ესეა და მაინც განდის პოზიციამდე მოგვიწევს ბოლოს, რომ ეს ბოიკოტი არჩევნებს გადაიზრდება იმაში, რომ ეროვნული დამორჩილება, მაგრამ ეროვნული დამორჩილება, როცა გრანდი გალაკეთა მის გვერდით დადგნენ სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები, მსხვილი ბიზნესი, ახალგაზრდები. ამიტომ ჩვენ ბატონ გურამაკაცარიასთან როცა ვილაპარაკებთ, თქვით, რომ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც იწყებს მესამე ძალის ფორმირებას. აი აქ ამ თემებს გაშლის, რა თქმა უნდა, სპიკერი კოსტავა სეზოსი გაგრძე, რასთან გვაქვს საქმე, ანუ ჯოხის ორი ბოლოა. ამ ერთ ბოლოში ეს მეოცნები ადამიანი, რომელიც რეალურად ოცნებობს და ხედავს, რომ მისი ყველაზე კარგი მოდელი სასურველი არის, როდესაც ესე იგი ეს ქვეყანა მართლა უსაფრთხო გახდება და ყველაფერი, მაგრამ აი ჩემს ეზოში ოდიში მეორდები, რომ წყაროწყალი რუს, ასე დინარის ზღვას, ანუ ჩვენ ძალიან დიდი რაღაცა გაშლილად უნდა შევთავაზოთ. როგორ ამოქმედება სატირული ჟურნალი, როგორ ამოქმედება ის, რასაც უღებდა გზაში შეხვედრაზე რომ მივდიოდით, რომ ყველა ესე იგი სასამართლო არაფორმალურმა სასამართლომ დაიწყოს. აი ეს არის კაცი ადამიანში ილია ჭავჭავაძე მაჩვენა გენიალური რაღაცა, მე მას ბანკი და ყველაფერი მოყვება. ანუ აჩვენა რომ ერის ესე იგი ნაკლოვანი მხარეები არა განკითხვის მიზნით, არამედ ელიტის, მომქმედი ელიტის, დე-ფაქტო ელიტის დასრწყვილების მიზნით. და როდესაც უკვე მთელი ერი გამოდის და აქ ათასნაირად ჩვენ შეგვიძლია ინიციატივით შევიდეთ სარიმანული ბანკისთან დაკავშირებით სახელმწიფოს ლაპარაკობთ, ჩვენ შერეულს ლაპარაკობთ, ეს არ არის თავარი. აი ყულაბაში იმითომ დებდნენ ფულს და ეს ჭირლაძემ საირა ჭირლაძემ თხოვეს ჩვენ დავაფუძნეთ სოფლიოს ემიგრანტთა პლატფორმა, სოფლიოს დედათა საერთაშორისო მოძრაობა, ახლა გვართა კავშირებს
იქნება საიტი, საიტის ადმინისტრატორი ეყოლება, რომელიც ამ გვარდაკავშირებს დამოკავშირდება, რაღაც სუპრეტი პრინციპით ძალიან ძლიერ კონფერენციის გაკეთებას ვაპირებთ განში, მანამდე თხოვნა გვაშქვენთან, რომ ეს ყველა თქვენი ადამიანები, რომელიც თავისი პოზიციით გამოდიან, ხელს შევიკრიბოთ, იმ პოზიციისთვის მოიმზადოთ, იქნება საქართველოს ეროვნულმა სარდალმა ვახტანგ კობალიამ განაცხადა, რომ ჩამოვა, ეს თავისთავად რეზონანსული იქნება ხელისუფლებისთვის ყურადღება, ჩვენ პირდაპირ ვაკეთებთ ამ განცხადებას და გააკეთებთ, რომ მიდის მესამე ძალის ფორმირება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ძალებია. ჩვენი უპირატესი მხარე რა არის, თემო? მე უკვე გადაცემაში ვამბობ აშკარად, რომ TV მამული არის ჩვენი პარტნიორი და მე ვამბობ მართალი ტელევიზია TV მამული. აი ამას ვაპარაკობ, იმიტომ რომ თქვენს პოზიციაზე გეხართ, რომ არჩევნებში გამოსავალს ვერ ხედავთ, უნდა ზეპარტიული უნდა შეიქმნას, სადაც ჩვენ ჟღერადობიდან იმით გავდივართ. ახლა მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი საქმე ბოლომდე და რა არის ეს პოზიტიური? პოზიტიური არის, რომ ამ სიძულვილი სამყაროში სიყვარულის სივრცე შექმნა. ანუ ჩვენ მონები კი არ ვართ, უკვე მანქურტები ვართ. ხელისუფლებებს გაუჩინეს სურვილი მონობის და შესაბამისად სხვისი წესები ცხოვრობთ და აი ამ მესამე ძალის ფორმირება ფაქტიურად ნიშნავს, ისე იგი ახალი არაფორმალური მმართველობის შექმნას პარალელურს. ნდობის პლატფორმის შექმნას. ეს არის ჩვეულებრივად მერიტოკრატია არის, ეს როდესაც არც ხელისუფლებას ენდობა, არც არავის ენდობა აქ. მადლობა ღმერთს რამაზ ჩაჩივაია გამოჩნდა ჩვენ შორის. და ყველანი ერთად ჩვენი სპიკერი არის ლევას ტოდრია, რომელსაც ხელოვნურმა ინტელექტმა აღიარა ნომერ პირველი ინტელექტუალად ძალიან მოიწონა გაგნიძეს ყურამის ყველას. მან ფაქტიურად რაკნა ხელოვნური ინტელექტი აი ზოგიერთი გამოდის და ლაპარაკობს რაღაცა გაგიჟდები კაცი, რომ აი ხელოვნური ინტელექტი ეს რაღაცა შვაკის მანქანა და გასაგები ეს ყველაფერი გაშიშვა მან, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი არის ესე იგი მესიერების საცავი, სადაც კაცობრივი ცოდნა არის დაჯამებული, ანუ აქ იმხელა დიდი დანადგარებია, სადაც ეს ყველაფერი ინახება. შენ თუ შედიხარ ამ ხელოვნურ ინტელექტში, ნებისმიერი ახლა ვინც არ უნდა იჯდეს ახალგაზრდები ჩვენ თუ ვიცით, როგორ შექმნა ქართული ფასტფუდი. შქმერული შეიტანეს იაპონურ საკვებაში და პირველ ადგილზე ავიდა. ჩვენ უკვე იმხელა დიდ რაღაცას დავზრდავთ, მეტი არ შეიძლება და შესაბამისად როგორც ეს იანდექსი გახდა დაუშვა აქტივი იდეის ჩვეულებრივად ორი ახალგაზრდა ტაქსისტები იჯდნენ და ამბობდნენ A-წერტილში, B-წერტილში თუ დაბალი ტარიფი იქნება სული მოზრავი, თქვენისთვის კარგია, გააკეთეს დემო ვერსია, მე რომ დაიანგარიშე $700 მილიონი იქნება და პრობლემა არ იქნა, შექმნეს სააქციო საზოგადოება გააკეთეს. ანუ მე ვლაპარაკობ იმას, რომ ამ ერთობაში საერთაშორისო ფონდის ფორმირება შეიძლება და ასევე შეიძლება ერთიანი საიტის, რომელსაც ადმინისტრატორი ეყოლება, რომელიც გვარდაკავშირებს დამოკავშირდება და შეიძლება ესე იგი ერთიანი ტელევიზიის შექმნა. ამირან მახარაძე, რომელმაც მე გამაოცა გამარჯვება თავისი მონოლითური მსჯელობით, აბსოლუტურად ილაპარაკა ის, რომ ესე იგი სამართლიანი სახელმწიფო უნდა იყოს და ეს არის, გაიხსენა ნოდარ ნათაძე, რომელსაც ჩვენ ყველას კარგი წარმოდგენა ჰქონდა და კარგადაც წავიდა აღიარებით და მან ისე ლაპარაკში ყოველგვარი ამაღლების გარეშე თქვა, რომ ის უწოდებდა და მე თვითონ დავწუნდი, რომ თვითონ ეს ადამიანი იყო, ესე იგი სახელმწიფოდ მოაზროვნე და მე მჯერა, რომ ნათაძეს ესე ამბობდა და ბევრიც ლაპარაკობდა. ეს ადამიანი, რომელიც ესე იგი შედა მონოლითურად ჯეროდა, მაშინ მე მას შევეკითხე. მისია რა არის თქვენი მითი? აი უცებ ამაზე პასუხი არ ქონდა და მე ვთქვი, ჩვენი ორგანიზაციის მისია რა თქვენ მეუბნებით საყოველთაო და საყოველთაო მშვიდობის ამბავი, ანუ ეს მშვიდობის ეგრეთ უნდა ვიყო. მაგრამ ასევე როცა შევეკითხე, რომ თუ ფინანსები არ იქნება, თუ საიტი არ იქნება და თუ ტელევიზია არ იქნება, როგორ გინდა თქვენმა ნათქვამმა ხალხამდე მივიდეს და მარტო საქართველოზე მისვლა არ არის საკმარისი, ანუ ჩვენს გვერდით უნდა დადგეს თლიანად და დადგება. ახლა მარტი მაგალითს მოგიყვანა ფაქტთან დაკავშირებით, ეგ ჩვენი აპროქსელი რო კონდეს, რო იყოს ეს ბანკი თქვენ რო ამბობთ ისე პროცენტ ნახევარში 25 წლის ვადით 3 წლის ვერ გადახდით, ამ აპროქსელში შიგნით 7 მილიონი ნახევარია ერთ სოფელში დახარჯული, სადაც 10 კაცი ცხოვრობს და იქიდან 2 მილიონი ჯიბეში მიდის ვიღაცის და გასაგებია ასეთ შემთხვევაში ვიღაცას ასეთ კონტრაქტს არ მისცემენ, მაგრამ თუ ეწავიდა სუბსიდირების მექანიზმის დასამოქმედებლად და წარმოვიდგინე, რომ ტერმინალების სუბსიდირების იყოს და საფური ესე იგი მისარდებოდეს, ფინანსდებოდეს 80% დემოლიტესლი ასე შემდეგ და იყოს გლობო. ახლა როგორ გონია თქვენ მეზობილი რო ნახავს, რომელსაც 1000 ლარი წელიწადში მოსავალი და ამას 30 ლარი აქვს. ამას ემატება, რასაც გაგეძე თავის იმაში. ეს გენიალურია, просто
ღამეები ხანდახან მეძინება და მის ქვაზე. რა თქვა იცი რომ რატომ უნდა წავიდესო სოფლიდან ფერმერიო სასწავლებლად დისტანციურად ვასწავლოთო. შევქმნათო სასწავლო ცენტრი ერთო მუზეუმი და ნუ ამის გაშლის ამის ცნებას მაგრამ ეს მეზობელი რომ ნახავს ამასაც მომდება და კოოპერაცია წავა მაგრამ რატომ მეზობელი სახელმწიფოები არ ნახევენ რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. ყველა ნახავს ამას რომ და აი ეს ქარტიაში რამაშაჩიბაიამ გააერთიანა რა უნდა ამორჩევოს, უნდა რომ თავის ქვეყნის მესაკუთრე იყოს, უნდა რომ მისი ხელისუფლება, მისი მსახური იყოს, უნდა რომ სხვისი წესები დავცხოვრეთ და თავარი უნდა რომ სამართლიური სივრცეში დაბრუნდეს. აი ეს გვაკავშირებს, ამიტომაც არ მიდიხართ ამ იმაში არჩევნებზე და ჩვენ გონია რომ ესეთი წარმოდგენა გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ ამაში, გვერდმა შეძლო ის რომ მე და ირაკლი შევხვდით აბსოლუტურად სწორი ხედვა გვაქვს, აბსოლუტურად ვიხარია, იმიტომ რომ ვავსებთ ერთმანეთს მე ფინანსური ხედვით, ის კიდევ თავისი ხედვით. ახლა მე გონია შეეკითხებით ირაკლის და როგორ ეს მეტასტაზურად სუფრული წესით როგორ წავალთ, როგორ სწრაფად გავიხილოთ, ხო ბატონ ირაკლისთან მინდა იგივე კითხვა ფაქტიურად ბატონ ირაკლი და ამ კითხვას მე დავუმატებ, თუ თქვენ ნამუშევარი გაქვთ გვართა კავშირთან დაკავშირებით, შემუშავებული გაქვთ გარკვეული წესდება, პროგრამა, ყველაფერი, ამასთან დღეს არის ძალიან რთული სიტუაცია, მაგალითად შარშან ვიყავი სენაკში, სადაც ძალიან ბევრი სახლებია დაკეტილი. დაკეტილია დალუქული სრულად სიტყვის, ფაქტობრივად 60-70% ჩვენ ეს 90-ში ვიცოდით, ეგ დაიწერეთ. ფაქტიურად 60-70% სახლი ხალხი აღარ არის, დაიცალა ფაქტიურად, რაც მე ნახე, ეგ ძალიან მეწყინდა, იმიტომ რომ ეს დაკეტილი სახლები ეს იმას ნიშნავს, რომ უპატრონო ეკლესიასო ეშმაკები დაეპატრონებიან. სწორედ ამაზე მინდა რომ აი როგორ შეიძლება ჩვენ აი ჯვართა კავშირთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ჩვენ ეს გავაერთიანოთ კიდე რაღაც საფუძველი მივცეთ, რომ ხალხი დაბრუნდეს, ვთქვათ, სოფლად, დაბრუნდეს უბანში, ახლა მაგალითად თბილისშიც, აი მაგალითად ჩემი უბანში გეტყვით, რომ გამოვდივარ, ვთქვათ, შუა დღეს გამოვიდი, კაცი შვილი არ არის, აი რომ გაიარო და ქუჩა შეკითხო, რომელიმე ქუჩა გაინტერესებს, კაცი ერთი ადამიანი არ შეხვდება, იმდენად არის განცალკევებული თბილისიც რა. ნუ იცლება საქართველოს ეს კორპუსებში შეიმუჟა ხალხი და ჩაკუთავ ინტერნეტში და ფეისბუქებში და იმაში გამოსვლა საყარნოთ ურთიერთობებს, კარგავენ ადამიანურ ურთიერთობებს, ახალგაზრდობა მით უმეტეს. ჩვენ ასაც კიდე გონა ეს ურთიერთობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ადამიანური ურთიერთობა, მეგობრული ისა. უკვე იმდენად არიან, რომ აღარც უნდა გასვლა, ნაკონი კეიფებსაც შეეხდიან, რა ქვია, ლაივით დაждებიან და ჭიხებს უჭაფუნებენ, ან ყავას ასვამენ. აი როგორ შეიძლება ეს გამოვასწოროთ კიდე და ის ურთიერთობები, ადამიანური ურთიერთობები, ეს გვართა კავშირი იქნება, ნუ მან თქვენ მოცემული აქვს უბნების მეგობრული მე აქეთ დაწერილი მაქვს, მაგრამ იმის კიდე აი ბუნება მასწავლებელი აქვს და დაკვირვება, ცხოვრების დაკვირვება, რაც გვაქვს საშუალებას, რომ მომძებნოთ ის გზა, რითაც გადავჩენით რო ითქვა. ეხლა მე ახალს არაფერს არ ეს ვაკეში ცხოვრობდი ჩვენ ვაკეში და დედა ყავდა იმერეთი და ვანიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან სტუმრად გლეხი რომელსაც კარავიკი ჰქონდა და ჩამოგოდა ჩვენთან სარდაფში აწყობდა და გაქონდა ყოველდღე ცოტა და ყიდდა მაღაზიაში და მე საერთოდ მომჩერდა კურსამდე და ორი ხელ ჩავდით გადაყოლილი პონჩეზე აი ეს პრინციპია რა იცით იმის შვილებსაც ინსტიტუტში ვეხმარებოდით რაც შეიძლება ცხოვრებოდა თუ ნუ ეს სოფლის და ქალაქის კავშირი აი იქიდან დაიბადა დღეს ამ სიტუაციაზე რომ მივედით აი თქვენ რომ მოთხრობ ისეთ საზღარ სიტუაციაზე მივედით ძალიან იური გადასაწყვეტი არის ამ პრინციპით რა ეს იმიტომ რომ სოფელში მე ჩემი გავაკეთე ეს რომ ტრაქტორის სახნავის სათესი სესხი ავიღე და ვაჩუქებაც რა მეთქი აჰა მიხედე რა თამას რა სოფელ გავიდა ერთი წელი ორი წელი და მითხრა წაიყვანა რა იყო მეთქი მოთხარ არ შემიძლიაო რა აიო ხან მილიცია მოვიდა ხან მილიცია ხან რაიკომის წარმომადგენელი ხან სოფლის დავკაზე ხან იმაც აიღო და შენ რო პატივი აღხედა პატივი რომ მეციო იმის უნარი საშუალება აღარ მაქვს რომ დაინახეთ რაღაცა გონიათ მილიონერი გავხდია რა შეგვეცოდა რომ აი რაც არის რაღაცას გავდრებით მეთქი და აი ესეთი ყოველთვის უნდა პატრონი აი დღეს მაგალითად
ჩვენ მორფინისტებს თავიანთი ისაკავთ რა, წრე და უტოპი და უფროსი და გავხმარე. კურდებს თავიანთი ოფშიაკი აქვს, ყოფილ მილიციონერებს და ახლადეს თავიანთი ოფშიაკი აქვს, პროკურორებს თავიანთი ერთი პატიოსაკაც არ აქვს ოფშიაკი და დასაყდენი. პატიოსანი კაცის პატრონი არ არის და ეს ყველა ვინ ჩამოთვალე, ყველა ძიძგნის აპატიოსა ხავს. რა გინდათ ხახნო, აი არ შეიძლება თანამდებობაზე დაინიშნოს პიროვნება, რომელსაც არ აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება. აი რუსებს აქვს, ნათქვამი ზადაო, ბიტაო, ტრიახ ნიბიტი ხდაიუტო. ესე იგი ერთ ნაცემშიო სამ უცემარკაც აძლევენ და ეს როგორი გაგება ის დაცემი ხემოშტით კი არა ცხოვრების მიერ გალახულ პიროვნებაზეა ლაპარაკი რომელსაც ყველაფერი გადახდა ბავშვობიდან გაჭირება ყველაფერი და ბიტია რა გამოსულია უკვე ნაცემია ცხოვრებისგან ის უკვე აღარ გადაიჩეხება ყველა გზა და კოალიციის და მე კიდევ ერთ რამაზე გეტყვით რომ დღეს ისია პრინციპი აწყობილი ჩვენ ქვეყანაში რომ ჩვენი მთავრობა და ჩვენი რაიონული მთავრობები არიან როგორც აი ქირიას ბოჭკაროვანი თუთაშკიაში ვირთხა ჭამია ვირთხები რო გამოყავთ ზუსტად დღეს გამოყავთ ქართული ჭამია ქართველები ქართული ჭამია ქართველები აი ეს რკინის კასრი დღეს ყველა უბანია ის არის საარჩევნო უბანი ყველა რაიკო რა ქვია რაიკო გამგეობა ყველა გამგეობაში იქ მიშვებული იქ ხალხი მიშვებული ამ ხანაგობების შექმნეს და დაჭამეთ ერთმანეთიო ზევიდან გამოყოფ წვიდა იქ რამეზე არა ჩაგარტყავენ და ჩაგაგდებენ და სანამ იქ თანაც ისე უფრთხილდებიან იმ ქართულ ჭამია ქართველებს რომ აი არჩევნებზე ჩანს ხო იმათ ფულსაც აძლევენ ნარკოტიკსაც აძლევენ ყველაფერს და ჯიში გამოიყვანეს უკვე ქართულ ჭამია ქართველები და მე ქართულ ჭამია ქართველებსაც ვთხოვთ რა ვიცი რომ გიჩით და აი რომე მის დოზის მიღურისთვის ყველაფერს გააკეთებ და აღარ არის მაგის დრო ჩემო საყვარელო ხალხო აი ნარკომანებმა და ესე იაპონელებმა დააჭოქეს ჩინელები ოპიუმით დააჭოქეს და დაუტირეს იმ დღეში ვართ ჩვენ საკაც დღეს ის დრო მოვიდა რომ ქართველებს ძალიან მაგრა უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ყველა სიძულვილი გვერდზე უნდა გადავდოთ აი რას გავს ახლა ჩვენი გამგეობების აქციები ამ ხანაგობები არ მუშაობს ყველაზე პატიოსა ხალხს ცოცხლად ჭამენ რა იმიტომ ნაგლეს პაროეს შანსი კიდე რუსულად ამბობ ესე იგი თუ ისახარ აი ნაპოლეონმა რო თქვა რომ მიეციდო პატიოსა ხალხს ზაკვალი რომ ისინი რაღაცა დადენ და შექმნან რაღაცა ავტორები უნამოსა გადახსენებული თვითონ გაიგრეს გზასო დღეს ზუსტად ეს პრინციპია ხალხო და მე აი გვარიშვილების პრინციპი ჩვენ 90 წელში გავაკეთეთ ეს ბონდო გაგნიძესთან ერთად ბონდო გაგნიძე ჩვენი ზურა კაფიანიძე და იყო კიდე ფრუიძე ლევანი იყო მარინა ჩვენი და ნუ მაშინ ისეთნაირად გაკეთდა ეს რომ ზუსტად უნდა იყოს ჩვენ ბერკეტი იმისა რომ როგორმე ის პიროვნება ვისაც ვირჩევ ჩვენ პარლამენტში არ იყოს ის დამოკიდებული ბიზნესზე ან ვიღაც ერთ კაცზე რომ ის არის მის ღმერთი მაგრამ ჩვენ გვინდა რომ პირველ რიგში ის პიროვნება მიიყვანა იმ გვარმა იმ ჯიშმა და იმ ჯირაკმა იმაზე რომ ის აერჩიათ იქ და ის დღესდღეობით წარმოადგენს პირველ რიგში ჩემ გვარს და ჯირაკს და არ მინდა რომ სადღაც ვკითხავ რაგვარი ხარ გააჭირული ვამბობ რაგვარის ცოტა გაგნიძე ვარ და მიხარია რომ ჩემი გვარის ინტერესებს ვიცავ და სახელს არ ვარცხნი და ეს გვარიშვილების საკითხი დადგა ისე რომ მაშინ ეს ყველაფერი მე უთხარი იემინდა რომ ჩაგვენი მე რაც უთხარი თავის ეზოში კოსტავას მეთქი ასე მე იმ შემთხვევაში ჩავერთები თუ აი ამ პროექტს გამატანინებ უთხარი რომ სხვანაირად არ გამოვა თუ ჩვენ კონტროლის არ გვეხნა პარლამენტარებზე აერების რა ყოველ სიკით გაიყიდებიან და მე კაგას მიწევდა წასვლა ისე არაბეთში და ვერსად ვერ წახვარ შენ ქვეყანას აქ ჭირდებიო და დამტოვა მე კი დამტოვა მაგრამ თვითონ ჩვენ დავტოვა და მე ახლა იმ ტრადიციებს ვიზდა და მე ვიცი რა სურვილი და იმედი იყო აღდინებული ეს კაცი და აი ჩვენ გვარის
ესეც მქონდა პრინციპი, რომ გვარიშვილები როგორც კი წამოვაყენე, მაგრამ ჩემი გვარისგან წამოვაყენეს პარლამენტში. ჩვენ უნდა სამორო კავშირს უნდა დამჯერებო და რეკომენდაცია მიგვეცა და აი აქ წერია რომ აგერა ვაკეს ანკეტები ყველაფერი წერია რომ თუ კი მე დავარ გვარიშვილების ინტერესებს და შევარცხებ ჩემ გვარს ვალდებული ვარ და მე ხელის მოწერე რომ როგორც კი სამორო კავშირი მოითხოვს დავტოვო ჩემი თანამდებობა და აქ როგორ არის თქვენ ხო არ აგონიათ მარტო ერთი გვარი წვითავს ამ საკითხს ამ საკითხს წვითავს აი შეხედეთ ეს არის ჩვენი ემბლემასავით რა ეს აი ნაგურებასაც ხო აი ეს არის ჩვენი ემბლემა ეს არის გვირილას და ეს ყველა თითოეულ ესა ფოტორი არის ყველა ჩვენი კუთხე აი წერია კახეთი გურია ეს და აი აქ თითოეულ ეპიზოდში არის გურიული გვარი 12 გურიის გვარი 12 რანგის გვარი და აი ეს დიდი გვარი მაგიდა აი რომელსაც შემდგომ გაგრძელება აქვს აი მაგალითად აი ამ 12 კაციდან ერთ-ერთის ვინც იქნება თავმჯდომარე იმის გვარის გაგრძელება კიდე ცალკე ისინი ემატება და აი ეს გვარები ახლა უყურეთ თქვენ არიან ერთმანეთს როგორც ერთი გვარი წამოვაყენეთ როგორც ჩვენ წამოვაყენეთ გურულები არიან ლუბაში უბნეთა კავშირები ყალიბდება ამასთან ერთად რომ აუცილებლად სოფლის უბნის კავშირს უნდა ყოდეს ქალაქში თავისი ხარდამჭერი და ვინც მიცემს ხარს და დაიცავს ამას და ამიტომ ქალაქის უბნეთა კავშირში როგორც კი წავაყენეთ თქვენ უბნეთა კავშირის თავმჯდომარეს რა გვარიც არის ოჯახი აყენეთ იმ გვარმა უნდა მიცეს რეკომენდაცია ამ კაცს რომ აი ეს კაცი და ეს კაცი პირობა დადებული თუ ვერ ვივარგებ დავტოვებ პოსტი იმიტომ რომ ჩვენ ავართ მოწმე იმისი რომ როცა პარტიის თავმჯდომარეები რამოდენიმე ვიცით ესები რომელსაც ააყენეს კანდიდატურა და იყო თავის გვარმა თავისმა უბანმა ერთი ხმა წარმისცა ესე იგი ისინი უფრო კარგად იცნობენ ის ფულით ახერხებს ამას ვით ახერხებს არ ვიცი მაგრამ ნუ არასწორად მიდის არაჯანსაღი სიტუაცია ჩვენ ხალხში და ამიტომ აი ეს ქართული ჭამია ქართველებმა რომ არ გვაჯობო ეს ქართული ჭამია ქართველებიც იგივე პრინციპში აღონა გვარიშვილება კი არ წამოაყენეს გვარიშვილები კი არ წამოაყენეს ეს ქართული ჭამია ქართველები გამოვიდნენ თავიანთი მითი რას აი როგორი არაქართველები და ჭამენ აი ნიშბი შეჭამო რა აი მითი გამოვიდნენ აი ამითი გააკეთეს თავკავშირმა მამკაცზე გამწანებული დარბიან ყველა არჩევნებზე და ჩვენ გვარიშვილობით ჩვენი შევა ახსენებთ მათ ვისი გორისახარ შვილო რა ნახე რა გაუკეთებია შენ წინაპრებს და უფლება არ აგაკ და შენ არ გეგონოს რომ შენ ვინმე დაგჭ ვერევნივ დაგჭერდას იმიტომ რომ შენ თუ გურის გვარი დახარ და გურის გვარი მაგიდიდან ახარ შენ გიჭერს მთელი საქართველოს კუს გვარი მაგიდები 225 გვარი გაძლევს რეკომენდაციას ხარდაჭერას და გვერდში დგომა და ამ პრინციპით ჩვენ თუ ამ პრინციპზე არ გადავედით ყოველთვის იყიდია რა ის იბერიის გვერდზე რო ესადგას ახალი შენობა იმის შეიხი რო ჩამოვიდა უგუშებოძუნე გადახედა და რამაზე ქალაქი მოდი ეს კი არ იბერია მთლიანად თემი თბილისი ვიყიდოთ და იმდენი ფულია არ არსებობს ვარიანტი რომ არ გიყიდო რა და ამიტომ როცა გვარის წინაშე პასუხობელი ხარ როცა უბნის წინაშე პასუხობელი ხარ და როცა ყველა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა არ გითხარხნო რა ერთმანეთს მოახარბოთ რაღაც გოგოებმა დაიწყეს რესტორნებში სიარული აი ფეისბუქზე საცახანცები დაიყავო ხელში მაგით რომ აღარ არის ხალხო დამიჯერეთ რა განადგურეთ თქვენ რა გონიათ რა თქვენ რო წახვედით უცხოეთში და იქ უგზავნით ფულს და ეს გადახსენეთ და ეს კაცობა დაკარგა ქალმა კიდე იქ რა ვიცი მე ერთვა გადამარჩინე და არც ვიფიქრე და ვერც ვიფიქრე სულს ქართულ ქალზე მაგრამ ცოდუა რა ცალკე კაცია ცოტა მე თიანეთში ობიექტი მქონდა იქ ვაშენებდი და მოხდა ავედი ერთხელ და ნუ ძველი მუშები უწყდა ახლა შეხვდა დიდი საბეთ კაი ფორმალიკა დაპასახში და შევედით სახში 15 კაცი მოვიდა ჩვენი თანამშრომლები და ჩვენი თანამშრომლები მოვიდნენ და ხედავ კაცები ტრელები იქ წავს ის კაცო ხაჯის ბიჭო სად არის ქალები მიგუთხდა
წვერიდა გაიგო რომ ქალები სულ ყველა წასული არიან საბერძნეთში. ვერაფერი ვერ უთხარ, იმიტომ რომ სახეზე ეთყობოდა და განადგურებული იყვნენ ჩვენი ბიჭები, ამდენი ეთნოგრაფია რა, ცოტა და ასე რო არ მოხდეს ხახნო ეთნოგრაფიული სკოლა მუზეუმი გვაქვს ჩვენ პროექტი. ეს პროექტი ბიძინამაც კარგად იცის, ალიკომაც კარგად იცის, გივიჯინაძემაც კარგად იცის. 6 თვეში საქართველოს ფეხზე დავაყენებთ. სოფელს გადავარჩევთ, მაგრამ არ გინდათ საშუალო ფენის შექმნა და რატო არ გინდათ კი ხვდები, მაგრამ ამას კი იმას კი არ ვამბობ თქვენ ვიღაცა, აი თქვენ უბრალოდ გონებრივად არ ყოფნით ის, რომ მიხვდეთ, რომ ეს საშუალო ფენა აუცილებელია. თქვენ გეშინეთ ვაიმე რო გაძლიერდეთ, არ მოგხონ რაც მოვიპარეთო. 1000 ჯერ მეტი მოვიპარეთ, თქვენი იყოს, ოღონდ თქვენი იყოს და უცხოს არ მისცეთ, მაგრამ ჩვენ ვაცალეთ ცოტა მეტი გავაკეთეთ, რომ იქნება თქვენი აი ეს მადა დავამოყირო და უფრო მეტი მოგაპარებთ. მალოდ ბატონო ირაკლი დღეს საერთოდ ძალიან რთული მდგომარეობაა და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ აი ჩვენი ქალებიო წასულები არიანო, იქ მოღვაწეები, კაცების წასულები არიან და ოჯახები მიატოვეს, ხო? ამის გულისთვის რომ ჩავიდე რაღაცა ის რომ გინდა ხალი, გინდა კაცი და წასულები არიან, ოჯახები, ბავშვები არიან დატოვებულები, რომელსაც მშობლები ენატრებათ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის მთლიან საქართველოს. მოდი ესე ვთქვა, თუ ოჯახებმა არ იარსებებს, საქართველოს არ იარსებებს. იმიტომ რომ ოჯახებზე დგა ჩვენი საქართველო, ჩვენი სისხლში და გენში ეს არის გამჟდარი, რომ ოჯახი არის ყველაზე მთავარი და ამას ჩვენ ძალიან დიდ პატივს ავწევთ. მით უმეტეს ეს საგვარეულო კავშირები ძალიან მთავარია, მაგრამ ამაზე ძალიან დიდი მუშაობა ჩასატარებელი თვითონ გვარებში, ხალხში, მოსახლეობაში, იმიტომ რომ დღეს ახალგაზრდობას იცი რა არის, აღარ აინტერესებს და ამას აქ არ გამიჩნდება, ხალხი თვითონ მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ აი თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ დიპლომებს ვაძლევთ, დიპლომებს 3 და 4 წლის ბავშვებს უკვე ვასწავლით სოფლიდან დიდმეგზურის სერტიფიკატს ვაძლევთ. იმ რეგიონის, თავის რეგიონის 6 თვე უნდა, ყველა რეგიონის 6 წელებში 31 და როცა დაამთავრა სკოლის დამთავრების უკვე დიპლომი აქვს დიდმეგზურის და თქვენ წარმოიდგინეთ სამუშაო აქვს. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას და ვეუბნები ამთავრებას. თქვენ წარმოიდგინეთ 2 მილიონი უფასო რეკლამის აგენტები ყავს უცხოეთში გაშვებული, რომლებსაც მიტოვებული აქვს სახლები. ის იმ სახლების გავარემონტებთ, სასტუმროებად ვარჩევთ და ის თავის ხაზე იკას ხო პირველად ჩვენ ხარჯზე წამოვიყვანთ, ვაჭრევთ, ვასმევთ, ვაკეიფებთ და გავაგზავნეთ იმ ის უკვე 10 კაცს გავუშვებთ რეკლამას და რო იძახიან აი ღვინო გავყიდეთ რომ ღვინო საყიდელი გამოხდება ხახნო საყიდელი, იმიტომ რომ ჩვენი ტალანტ, ჩვენ სიმღერებს, ჩვენ სიყვარულს, ჩვენ სიტყვას ჩავახუტებთ თქვენ როცა ამდენი ხალხი არ შემოგივა, მე ჩავატარე ექსპერიმენტი, ჩამოვიყვანეთ 1-2 ავტობუსი გერმანიიდან და მოხდა ისე რომ 4 სოფელში საკვები აღარ იყო. იმან მოითხოვა უკვე რომ აუცილებელი იყო ამ მეების გაკეთება, რომ კომპლექსური ფერმერული მეურნეობის გაკეთება. მე მიმიწვია ჰოლანდიაში ფრედ ვოსტერბოში ესეთი პიროვნება ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მოადგილე თუ რაღაცა, რომელსაც ჩემი პროექტი იცოდა რომ მითხრა რომ ირაკლიო, ჩემი თქვენებიო მეხვეწებიან მეო პროექტი რამე მოგვეცდა. ამაზე კაი პროექტი რა გინდაო? დაურეკო სანდრალურს, ელაპარაკა ჩემ თვალის. რა გინდა და ამაზე კაი პროექტი ვიღაც. რა აკეთებ რა ეს? იქ კაცი ხდებოდა ჩვენ რატო თქვენ კიდე არ იცით ერთი რამე. ჩვენ უკვე 90-იან წლებში უკვე ვიცით რაღაცას გავსი მოხდებოდა. ჩვენ ისეთი საკვები მცენარეები შევარჩიეთ, რომლებსაც რადიაცია ვერ იღებს. ეგ ბატონო მე მაგაზე ვექნება საუბარი. ეხლა ამით ვერამედ დაესვენეთ ის ოჯახები მიტოვებული არის სწორედ და აი ქართული ხალხი წავიდა. რატო წავიდა და რატო ვარ დღეს ამ დღეში? სწორედ იმის გამო არის რომ მთელი საქართველო ვალებში ჩააგდეს და ვალებში ჩაახშეს მთელი საქართველო, რომ როგორმე ამოვიდეს ოჯახი ამ ვალიდან. ამიტომ წავიდა ქალიც, კაციც და ამიტომ არის დღეს ეს ბავშვები რომ არიან საქართველოში და ზოგი ცუდ გზას დაადგა. ნარკომანი გახდა, ზოგი სხვადასხვა ვიცი, ხლა არ მინდა ყველა მოიცეთ რა ხდება. ამიტომ ეს გამოსავალი ჩვენ ერთად უნდა მოვიფიქროთ როგორ შეიძლება. ამიტომ რომ დღეს საქართველოში არის ეს სიტუაცია, ეს ყველაფერი გააკეთა სწორედ უცხოეთის ბანკებმა.
და ბანკების სესხება გააკეთეს. ახლა უცბეთი ბანკები არ გააკეთეს, იმიტომ რომ მათ დიდი როლი დღეს საქართველოს ბანკი რომ არ არსებობს, ამაზეა საუბარი. ილია ჭავჭავაძე გიჟი ხომ არ იყო საადგილმამულო ბანკზე რომ ქონდა საუბარი. მაშინაც ეს მდგომარეობა იყო და უბრალოდ დღეს თანამედროვე მდგომარეობაში გადავიდა ცოტა კომპიუტერიზაცია სხვა მმართველობის. დავამთავრე და გადმოვცემ სიტყვას ბატონო. ჩვენმა მაყურებელმა და გაიგოს საზოგადო საუბარი განმოვცემ სიტყვას ჩვენ ესე ვართ შეთანხმებული 15 წუთიანი საუბარი რომ ერთმანეთს აზრს დავამთავრებინოთ კითხვასაც გავცეთ პასუხი და უფრო უკეთესი იქნება ჩართვის დროს აზრი წყდება და შეიძლება მაყურებელმა ვერ გაიგოს საზოგადო საუბარი. ამიტომ სწორედ ეს არის რომ საადგილმამულო ბანკი უნდა შეიქმნას მეთქი ჩემი ინიციატივით გამოვედი დიდი ხანი ამაზე ლაპარაკი სახელმწიფო დონეზე უნდა შეიქმნას. არსებობს სახელმწიფო ბანკები, ხომ ეს უცხო არ არის, ევროპაშიც არსებობს, მაგალითად თურქეთიც არსებობს, თურქეთში სახელმწიფო საავადმყოფოებიც არსებობს და არის კერძო საავადმყოფოებიც. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს რაღაც პასუხისმგებლობა უნდა ქონდეს აღებული თავის თავზე და არა მარტო ის რომ წადი შენ იქ იქუნა მე გადაგიხდი ფულს. არ მინდა მე სახელმწიფოსთან მერჩევნია ურთიერთობა გქონდეს. ჩემი სახელმწიფო გავამდიდო რომ იმ ჩემი შენატანი ვიდრე რომელიმე ბანკში ჩავრეცხო მაგ პროცენტები წაიღოს და კიდე ეს ფული წავიდეს საზოგადოებრივ. იმიტომ რომ ჩვენი ქართველები წასულებელი რომ არიან, ხომ ისი რომ აგზავნიან რომ ბანკის უარი გადაიხადოს, საქართველოში 20 ბანკია, 25 ბანკი, არც ერთია, ყველა სათავე არის უცხოეთში. და ეს თახა ესე მიდის იქ უცხოეთში. აქ 40% წერდიან, იქ 1%-ია გადასახადი. აი ამაზე მინდა ბატონო მერაბრო სწორედ აი ესეთი ბანკი უნდა არსებობდეს მეთქი. თქვენ ახსენეთ რომ შერეული ბანკი. ჩემი პრინციპული შეხედულებაა რომ არავითარ შერეული უნდა იყოს სახელმწიფო ბანკი. იმიტომ რომ შერეულ ბანკში კიდევ შემოიპარება ეს უცხოური კაპიტალი, რომელიც ფაქტიურად კიდევ გაიდენდება ეს თანხა. თქვენი აზრით, აი გამოსავალი რა რატომ ვლაპარაკობ მე ამას და ჩემი აზრით მე ვხვდები რისი თქმა უნდა და ერაგვის აქ არ თქვა ეს თემა როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები და მე გავშიფრებ ამას, მაგრამ არასამართლებრივი სიტუაციაში ეს სახელმწიფო ბანკი ისევ ნეპოტიზმის გუნდები გახდება. ახლა მე მინდა ვთქვა რომ მოდეშეთ მაშინ აქ მე კი არ ვამბობ კომერციულმა ბანკებმა უნდა იარსებოს. უნდა იარსებოს, ვისაც სურვილი ექნება კომერციულ ბანკში და ექნება სახელმწიფო. გეუბნები, მაგრამ ჯერ ეს სამართლებრივი სივრცე რო შეიქმნეს და სწორედ ბანკები და საზღვარგარეთიდან ეს ყველაფერი თავარია, მაგრამ ჩვენი პრობლემია ყველაზე. აი, როდესაც მერაბიზეს თავისუფლად ლაპარაკობდა, ჩემთანაც მოვიდა ეს აირსო ჩემი დოკი და მივხვდი რომ უფრო დიდ რამეს მე ჩემ შვილებს ვერ დავუტოვებდი, ვინმე თქვენ გაგიცანით და გავისწორთ ესე არა მარტო საქართველოს, მთელი კავკასიას, მთელ სოფლიოს იკითხებიდი ჩემი მოძრაობა, მაგრამ ეს სამართლებრივი სივრცე მშვენიერება არის, რაც მოგიყვება მერაბიდან მოსწავლე. ჩვენ 300 წელი ვიმართებოდით სხვით წესით, საერთოდ ყველაფერი დავაკვირდით. ეს ჩვენ რაღაცა ჩვენი დროშა გვიგვაქვს და ვუყვართ იმაზე, რომ ქართულობა იკარგება, მაგრამ მშვენიერება ჩერდება თემურებასთან მშვენიერების ფასი იცის. ამიტომ ჩვენი ბრალია ყველაფერი რომ არ ვაქტიურობ და სამოქალაქო აქტივობას არ ვაკეთებ, ამიტომ ვამბობ ჩვენ ეს ბახინჯაოში მიტოდაოს ერთ წეთში უნდა მოხდეს, შემდგომ ეს უნდა გადავიდეს სუნდიჩი, სადაც ყველაზე მეტი შვიდარი დედა ჩვენ ყოველდღე გავდივართ ამ ბერფისა და მოხდეს. ეს არის ქართული დედა რაღაც ფენომენის სასწაული, მეომარზდის მეომრებს შორის ომს აჩერებს, თვითონ ამჯერს მერე ბერფის დედასთან მიდის და იმებს იტყვის, ხო? აი ეს ფენომენი უნდა გამოვიყენოთ. ახლა მინდა გათხრა ჩვენ მაინც განათლების სისტემასთან მივდივართ. აი როდესაც ლაპარაკობს იმას, რომ ახალგაზრდებს არ აქვს მოტივი სამუშაო ადგილები. ჩვენ თუ ეს პანსიონატური კლინიკური გვარების მიხედვით ჩვენს ექიმებს აი ნახეთ როგორი რაღაცა ხდება. ჩვენ როდესაც ესე წინ ვიშლებით გვარების მიხედვით სოფრული პრინციპით მეტასტაზად მოვედებით, კარგ მეტასტაზად, შემდგომ კონფერენციები წამოვა და როდესაც უკვე აი ის ადამიანები, რომლებიც მე ვახსენე, რომლებიც თავის ოცნებაში უკვე ხედავენ, რომ სამართლებრივი უნდა აღსდგეს და უნდა იყოს უსაფრთხო მოდელი, ჩვენ გვერდებიან და ამ საერთო გეგმას არასრული სული ხდება, არაზუსტი ზუსტი და ძალიან დიდ ყურადღებას ვიქცევ და ფაქტიურად ამ ქარტიით, რასაც ლაპარაკობს საარჩევნო უბანში იმ დარბაზების შექმნით ჩვენ ხელს ვუწყობთ
მოსმენა და მოსმენის გაგებას და შეკნებას. ანუ ფაქტობრივად ლაპარაკია უდიდესი სამუშაო ადგილების შექმნაზე 4 წელიწადში საქართველოს დუბაის გაუსწრებს. ანუ წარმოგიდგენია, რომ ჩვენ ჯგუფში გაერთიანდა ალექსანდრე თავარდქილაძე, რომელიც სოფლის გენეტიკოსთა იმას შედის. გაერთიანდა ჯერჯერობით ახლო კონტაქტში არა შემოსული, მაგრამ ჩვენ როგორც კი ამ სულს გეგმას გავაკეთებ, ეს მოხდება ის რაც დალინდა. აი დამიშვით, ხო გითხარით ეს პროექტი მოგეცდე, წესდება. დამიშვით 200 კითხვა 200 როზე გეპასუხებთ. გეტყვით საიდან შემოსავალი, გეტყვით რა. ბატონო, დავამთავრებინოთ. ხო. აი რისკვა მინდა და მე ხედავ რომ მარტივად მისმენ. აი აქ უკვე ნახე ჩვენ ვის დეფიციტთან გავდივარ და როგორ გავდივართ ამ დეფიციტთან. აი ზუსტად როდესაც ამ ზუსტ გეგმას შევქმნით, ეს იგივეა რაც ეპისკოპოსში მოხდა. აი ასეთ შემთხვევაში როცა სუსტი გეგმა არსებობს, ის გაჯეთის ციხე პირობითად არავეზე არ ლაპარაკობს ცუდად. ის გაიხსნება და შიგნით მომხრები გამოჩნდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აი ეს არის ზუსტად ილია ჭავჭავაძის ის სასწაული და რასაც ეს თვითონ და აი ყველაფერი გამერთა რომ საუბრობდნენ ილია და ირაკლი მე ამას შეკების მიზნით. ანუ ამოქმედა კაცი ადამიანში დაასიცხვილა მთელი ელიტა და ჩვენ რომ ვიღუპებით. და ვიღუპებით. ამას შეიძლება ვიღაცა არ ცნობდეს, მაგრამ ჩვენ ვცნობთ, ახლა წარმოიდგინე გოგო გაგითხოვდა და იმის ოჯახში მიდიხარ და ნარვიან თვალებს ხედავ. არც გეკითხება ესეთ ხოვდება და ბევრია ახლა უყურე აქ რა ხდება ამ დასირცხვილების მომენტში იბადება მომავლის პოლიტიკოსები ანუ პროცესი იზრდება ამ სასამართლოთი ამ სატირის ჟურნალით ამოქმედები და ეს მომავლის პოლიტიკოსები უკვე როცა ამ გეგმაში ერთიანდებიან აი აქ უკვე ნახე უცებ მოხდება რაოდენობრივი ზრდა მაგრამ ეს რაოდენობრივი ზრდა გადავა თვისობრივ ზრდაში და ყველაფერი ეს დალაგდება იმის და ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, განათლებაში. ახლა ნახე განათლების სისტემაში რა გვაქვს ჩვენ. ნებისმიერი რესურს ცენტრები რომ დავიაროთ, უდიდეს პრობლემასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ადამიანები დაკონტექტებულია ნეპოტიზმის ნიშნებით, მაგრამ კერძო სტრუქტურაში, სადაც ვიყავი და სადაც აბსოლუტურად ყველაფერში ერკვევიან, იქაც კი გვაქვს ჩვენ პრობლემა იმ ხრივ რომ აი ადამიანები რომლებიც მართლაც ერკვევიან დიდაქტიკაში პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში, სწავლის ფსიქოლოგიაში, აზრდის თეორიაში, სწავლის თეორიაში, მნემოტექნიკაში, ასოციაციურ აზროვნებაში, ყველაფერში ერკვევიან აბსოლუტურად, მაგრამ თვითონ ვერაფერს ვერ შეძლებენ იმის გამო, რომ სამუშაო მაღალ რაზმავლებად სამუშაო არა. ზუსტად ის, რომ 25 წლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქნება და ეს მრეწველობა წამოწევს და ჩვენ გვექნება, მაშინ мотиваცია იქნება. ახლა მე დამეთანხმები და ვიცი რომ ეს ყველაფერი თქვენ კარგად იცით, 1000 სტუდენტიდან 800 სტუდენტი საერთოდ ვერ მოულობს თავის სამუშაო ადგილს, თავის პროფესიის მიხედვით და მე ეს კადრები გარბის. მოგეთმე ამ თემას საერთოდ ვაძლევთ სამსახურს. დიახ, ხო, აი ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ახლა ირაკლის თემა არის გასაშლელი, მაგრამ ამის გაშლა მთავარი არის რომ ამაში ჩვენ ჩაგვერთონ. აი როცა გურამაგაცარიასთან ლაპარაკობდით, ეს მატარებელი რომ დაიზრება და ახალგაზრდები რა უდგებიან, უბრალოდ ადამიანი აიღებს ტელეფონს, საიტის ადმინისტრატორი დაუკავშირდება გვარდაკავშირს და ეუბნება და მოდი რა იცი რა ვთქვა, დავა, ერთი დღე ჩართვებით გავაკეთო და ესე ვიზრდებით ამ ჩართვებით სუფრული პრინციპით. აი ის რაც გალის კონფერენციაზე მოხდება თლიანად დააფეთქებს ესე იგი ჩვენ სოციალურ ქსელს, ქართულ ქსელს, იმიტომ ძალიან დიდ ყურადღებას მივიპყრობთ. იქ არის ისეთი თემები, რომელზეც თავარმომსხმელებლად ლევას თოდრია წადგება და იტყვის იმ აფხაზებთან მიმართებაში როგორ ყურადღებით გვისმენ და ზესიზობაზე რომ დავიწყეთ ლაპარაკი. ანუ სამართლიანად უნდა ვილაპარაკოთ და ქართულ და გულებში უნდა ჩავიდეთ. დამერწმუნდე რომ ჩვენი თავარი იარაღი თემურ მე როგორც შენ ტელევიზიას უყურე და როგორ გვიხარია მე და ეს და როგორც თქვა იმდენად გაიხარო ჩემმა ოჯახმა რომ ჩვენ ამ რეიტინგს აუცილებლად სასწაულად დავით კანტარიას მეშვეობით თქვენ გადამხდელებში გამოჩნდება ისეთი ადამიანები რომლებიც ამ თემაზე ასევე გულისწყობით ლაპარაკებენ მაგრამ მართალი ტელევიზია არის და ჩვენი თავარი არის მართალი სიტყვა ამით ვიყრობ ჩვენ და ვიგებთ ადამიანის გულებს ჩვენ რა გონია ახლა ეს ქართული პოლიფონია ესე უბრალოდ იმერება ყველა გონაშვილი ხვი შეღებება და ტემრი გასაგებია მაგრამ გული დღერის ანუ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იდეა და ემოციას და აქტიურად მუშაობს ყველა ესეთია თქვა შედარებაში 4-ვე მაგრამ ეს სიმღერაც ხო იციან და დირიჟორიც ხო არის აი ეს დირიჟორი არის ძლეველი როგორც კი ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას რასაც ირაკლი ლაპარაკობს რომ აი ამ ერთობაში ყველა მიმართულება ძლიერებს შორის უძლიერესი უნდა უდგეს და ჩვენ მივდივართ იქითკენ რომ ძლეველი რო გამოჩნდეს ამიტომ ეს უძლიერესები თვითონ აღიარებენ იმ ძლეველს და ხალხი დაიწყებს მოსმენას ანუ
დამეთანხმები რომ ეს ქართული პოლიფონია შედევრალურია და შედევრალური სვენელი ყავს ჩვენ რასაც ახლა ვაყალიბებთ რატომ მე მიხარია ვახტანგ ქობალია მოდის მაგრამ რატომ ვახტანგ ქობალიაზე წინ მივედით გურამ მაკაცარიაზე ან ჩუხუაზე წინ ან ნებისმიერზე წინ იმიტომ რომ ეს გურამ მაკაცარია არის ის რომელიც ესე მოიზიდავს ყველა მართალის წეს და გაუშვეს ამათ წინ არ უნდა იმას თავისი რამე არ ჩვენ მინდა თავისი რამე ამის გაჩერება შეუძლებელია და დავამთავრებ აი წერტილი როგორც თავდება ისე ჩვენ ვართ ის ხალხი რომელიც ქართველობას თუ დავიბრუნებთ ჩვენ რუსეთში გავაღვიძებთ სასწავლო რაღაცას ეროვნულ განმათავისუფლებას და ომი შეჩერდება ეს ზართა განლაგება შეცვლის ეს შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ბატონო თქვენ ბრძანეთ რომ სწორედ სოფლის მეურნეობა არის ეს ერთ-ერთი საკითხი რომელიც უნდა აღორძინდეს და ამას სრულიად გიჭერთ ხარს და ნამდვილად უნდა აღორძინდეს იმიტომ რომ როცა სტუმარი ჩამოდის და ჩვენ მიგვაქვს თურქული პომიდორი, თურქული კიტრი, ირანული ხილი და ჩვენ ქართული ხილი, ქართული ღვინო, ქართული სუფრა, ეს არის განთქმული და ამ მომენტში რა ხდება? ჩვენ ფაქტიურად ჩვენ პროდუქტს მიგვაქვს სტუმართან, მიგვაქვს რაღაც შემოტანილი ნაგავი ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც ჩემთვის ცნობილია საქართველოდან მეაქვს თურქების კარტოფილი, მე გადაურევენ თავის კარტოფილში, რომ კარგი და ცუდია აირიოს და მე ესე შემოხთ თავის ცუდი ესე საქართველოში. უარას გეტყვით. აი არის ესეთი ბალახი საქართველოში ამარანტი ქვია და უცხოეთში იყიდება მაგის თესლი და ჩემმა მეგობარმა ძირს ამოვიდა პრომა და დათესა 1 10 ჰექტარს ეს ამარანტი და მე ტრაბახება ამარანტიაო ნახერანი რა ნახე ეს არა მოდა უყურებთ როგორც მეცნობა ეს არამარტი იცი რა თამაში კი ვიცი ამარანტი არის ჩემი ხუმაც გააკეთა რა არის ამარანტი ეს ხუთელი ის არის რა ქვია მცენარე ეგ არის ჯიჯილაკა რავი ჯიჯილაკა ხალი რომელთაც დასავლეთ საქართველოს გაზდი რა არის მოთხარე ჯიჯილაკა მოთხარე რიონისპირას რო გაყო იმ ხელა ორი ამხელებია სულ ყველა მეტი გაჯიჯილაკა წავედი ვანახე იმიტომ არიციან გავარდენ ამარანტაჭა ყველაფერი რაც სოფლიოში სასარგებლო და უსარგებლო სცენარია არის საქართველოში ფოთში მაგალითად დაბრუნების დროს ისეთი სცენარები ქონდათ რომ ყველანაირი წამალი თუ კი რამე მზადდება მოდიოდა იქ და მე ჰოლანდიაში რო ვიყავი რაც კი ყვავილია ყველა საწერია რომ კავკასიის 99% აქედან წალებული დედა მაგის და ჩვენ ან ვიღაცა განგებტების ამას ან ჩვენ ეხლა მე ცოტა მეგობრებოდი ნემოგუშტულაძეზე ერაფსაგეთ და საიდან შეგვიძლია საიდან ნემოგუშტობდა რუკების იმაში რა და ჩვენ მაშინ დავიწყეთ ყველა სოფლის მიწების რუკები გადმოგვეცით ხო ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ აი რომ ვიზახი უბნეთა კავშირი და გვარების კავშირი ხო სოფლის გვარების წარმომადგენლები წარმომივიდნენ და გადმოგვეცით ის მიწები ფართები ნუ აქ თავრობას მიწებებული თავის ტყიანი იმიანი და ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნეს და ვიკონტროლებთ ბიზნესს და თუ იმ ბანკსაც არ გავაკეთოთ ბოლოდაბლოს ეს ჩვენი მიწიან ტყიანად რო ჩავდოთ ზალოში სახელმწიფოს ჩავუდოთ და აი ეს თანხები მოგცემ მივხედავ ჩვენ ყველა სოფელში არის გენიოსები მე მაგალითად ვიცი ერთი რამ რომ აი ზესტაფრელები საქმოსებთან ვიყავი და იქ იყო ერთი-ორი ისეთი კაცი რომელსაც საფუთ წიგნები ქონდა ზედ მიწევლით ეწერა რა რაოდენობის ოქროა სად რა როგორი მარმარილოა რომ ყველაფერი მარგანეცი სად რამდენია მე რა თქვენ რაც მე ვაბოჩების ნათქვამს გეტყვით კაცო ლიტერატურაზე რო ჩამოვარდა და ლაბორატორი ბაბოაო მეუბნებოდა მარგანეცი ლიტერატურაში ყუდიაო იმ გველეშაპისო რომლის თავი აქ არის აი შქრეშიო ყველაზე მეტი ესე იგი მასაც ვულკანური ამონაფქვევია სოფელი და იქიდან ამოვიდა ის მასა და გადანაწილდა იქ თეატრაში და ეხლა ჩვენ გული გვისკდება კაცო ესე იგი ისინი რომ მოყვებიან თეატრას დაანგრევენ უნდა მოვიდნენ სულ უნდა დაანგრევენ ჩემი სოფელი სადაც მე რა დაანგრევენ ეგ იმიტომ რა მე რა მიყავდა აყვანილი და ესენი რო უთხარი რა გიშლის ელექტრომაგნიტური რო გამოუშვა და იქ მეძრა მისის არა მაგაზე არა აქ ბოდიშა ეს ხალხი არის უკვე ფულის
ფულის მოყვარული ადამიანს ვეღარ აზროვნებს, იმიტომ მაგას გონია ხა იცის რომ მიქარა და მოპარა თავის ხალხს. და ამიტომ წუთი ეროდება ვინ საიდან დაეწემა რომ შეჭამოს და წაატოს უკან. ახლა ისე უყვარს მაგენი თუ არიან ფულით არიან. ცოდნი და წინაპირებით მაგენი არ არიან და ამიტომ ეს რო არ მოხდეს ზოუნებით კაცო არავის არაფერს არ წავარდებთ. ღმერთმა ხუთი იმდენი მოგწეს, მაგრამ ქვეყანას თუ გამიყიდი კაცო ზოუნები. და ერთად ვიყოთ ზოგადად იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვიცავთ მაგათ, აი ჩვენ რო ვართ იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ არ ვიქნები და აი ესეთი ფულის მეშოკები ვიქნებიან, ის ვინც დღეს აფინანსებს, ის შეჭამს მაგას. აი იქ რომ აქ ლექსში დაწერილი, აი ეგ არის, აი შეხედეთ აი საქართველოს და ლოკოები. აი ისა. იქ წერია რომ ისა შენი ლექსია ის ხო, ჩემი ლექსია. აი ახლა მორე ვინც წამოგაგო თქვენ ამ აკეზე დასუქებულებს ის შეგჭამთ ახლა. წესი ასია ვინც რომ ასუქებს, როცა ჭირდება დაკლავს დასუქებს. აი ზუსტად თქვენ ახლა გასუქებენ ჩვენით გასუქდებით აგერ ლოქოები, მაგრამ ირგვლივ გელოდებიან ზვიგენები, რომლებიც ყველაზე ადრე გასუქებულს და ყველაზე იმას შეჭამენ პირველ რიგში და სანამ ჩვენა ვართ, ჩვენ კიდე ქართველები ხართ და დაგიცავთ. ჩვენი სიცხე და ხორცი ხართ. ცოტა თუ რაღაც ინფექცია შეგეპარათ, იმას ჩვენი სიყვარული განეიტრალებს, მაგრამ ასე თუ ფულის მაშინ თალმებით ვერაფერი ვეღარ გიშოვე. აი თავარი ზვიგენებზეც უნდა იფიქრო თუ მიგრელი შეჭამა მაგისავე მორჩენილია და ახლა ნახე რაც მე დამიკავშირე ტყილების ლაბარაკი და ეცი გამიგრელდი შენ და მიგრელდა შეიძლება დაღიარე გეუბნები. რა გითხეთ თქვენ? თერჯუ იეთრი მასშტაბის შეფერით მაშინ. აი აქიდე ისეთი საერთოდ ჩვენ საქართველოს ლექსი თუ მაგარი ლექსები აქვს სასწავლებელი просто საქართველოს ერთი ეს და მეორე ლიაკუტალაძესაც მაგარი აქვს. იცით რა არის ერთი ლექსი აგიკითხავთ, იმიტომ რომ ოღის უგარო დიდი ფული ცხოველად აქცევს. მათთვის უცხოა სათნოება, ცნობა, გამება. ფულის სურნელი დებიდება ჭკუა გონება და აღარ ესმის საკუთარი ხალხის გონება. გაჭირებული ეცა ევიში პარტაგოს. გაჭირებულებს შეელახათ ღირსება თვისი, რადგან უჭმელად არაზრუნებს გონება მისი. დიდრებს გონება და უგოდვა ფულმა ქონება, მათში კაცობა მოინერმა მათმა ქონება. გაჭირებული უსახსრობა აქციამ ხეცან, ზოგი თავს იკლავს, ზოგი სხვას იკლავს, ისხის ხურია, ვისი ბრალია. ქართველები იხცენ მომიად, უმზრაშობაში დამნაშავე არის შურია, კარგების საშურთ, ცუდი შური დასაშურია, ვაშკაცთა შეფრას საქართველოს გადასარჩენად დღეს საშურია. დავაგვიანეთ, შემმინდოს ღმერთმა, დედა სამშობლოს ბოდიშ წუხდით ჩვენ ყველა ერთად. ბოდიში დედა ქართველთა მიწავა, მრავალ ტანჯულო კეთილო ძიდაო, გაჭირებულთა შემფარებელო გამზრდელო სწორად შემოსულ შვილთა, ხიზარტოლილებს შენ უპატრონე, ზუზაწოვე და მოაჯიშე. როცა მადლობის ჯერი მოვიდა შენ წინ აღიდგა მათი საჯიში. რადგან ქართველი დედის მკერდიდან რძე მიწოვია ქართლის დედისა, კერდი ჩემია და მომგლეჯივა რომ გამზრდელია ჩემურჯულ ერისა. როცა დედობის ასე იმეტებს, ის არც ახალი და არ წერია, კერჩი ჩაკრული რომ გამოზარდე, შვილი კერა თურმე გველია, შენი დამცველი მშობელო მიწავ, ფესზე დადგება დღეს იბერია. უხრმოყრით ფიცავ, შესახეს წმინდას, არ ვის დაუთმო არც ერთი ციდა, სისხლით მორწყული ქართველთა მიწა, ჩვენ მტერი ვერას დაგვაკლებს, მათი ჩვენ ჯიშის თუ არ ერია, ერთობა შეკრავს დღეს საქართველოს და გაფრთხილდება კვლავიბერია. რაღაცას ვიტყვი ბოდისმოდი ამასთან დაკავშირებით მე ეს არ მჭირდება არაფრის დიდებით საერთოდ მოვედი სისხლით აი ჩემი დოკი აივსო და მივხვდი რომ ჩვენი შვილიშვილები ვერც აზლოსი შევიან ვერც და ნუ დაუყულია საქართველოს და მე არ მინდა რაღაცა სანამ წავალ წუთისობელია პეპელავად გამკრებით ამკრებიდან მანამდე მინდა რომ ჩემი შვილიშვილებს გავდეთ ჩემი დამსახურებით კარგი მეგობრები კარგი მეზობლები, კარგი სანათესეო და რა ყველა ვარიანტი ახლა. მე ეს მითხრა უდიდესმა ადამიანმა დღეს ვინც ფაქტიურად აპირებს ამ ქართულში ქართულის გავიძებას, რომ აი ეს რა მაგია რომ ეხერთან ვილაპარაკო. მე ახლა ამის ადამიანის სახელს არ დავასახელებ, მაგრამ როგორ ვიტყვი ფაქტია და არ ჭირდება ამ სცენარის დადგმა, მაგრამ ნახე ამ განათლების სისტემაში განსაკუთრებული ადგილი პატრიოტად აღზრდას ადამიანის. მაშინ რა ვქნა ჩვენ 300 არაბელი მოვაჟოროთ 900 ხერხეულიძე მაია წლეთელი ვაჟოროთ ჩვენ ხო გვაქვს ის სკოლაში გვაქვს ჩვენ კავკასიის შვილების
დაღესტანში იქ ისინი და დაღესტანში ისწავლოს ქართველი ბავშვებმა ეგ ნამყოფი ვარ და მე ვიცი უფროსის პატივისცემა როგორ ეპყრობე უფროს ძმას 2 წლით უფროს ძმას ჩემი მეგობარი ფეხებს რომოვიდა გახადა დაბანა ფეხები ეს იყო გადავილი არის ფარიები ეს იყო და ეგ არის რომ აი რასაც ეს ირაკლი ლაპარაკობს აი ვიქითკენ იხრება რომ ეს ძიძაობა მორდულობა აფხაზეთთან ახლა გაიშეხვედრა იქ ხონაღობა ქვია მაგას შვილების გაზდა ურორი იქნება ეს შეხვედრა თქვენ ისეთი ადამიანი გამოვა ქართველების წინაშე ეს ვალერი ბასარია რომ სასწავლო რაღაცას მოყვება მაგრამ თავარი ახლა ეს ვეტერანები ვინც ცხოვრება შეეცილეს 100 ლარი დარჩენილებს ხელფასი ხო აი ეს პატრიოტიზმის როლერი დამცირებაა ხო მაშინ რას ვეუბნებით ამ ახალგაზრდებს სახელმწიფო მტერი არაც ერთი მაპატია რაღაც ვები მე ხო გითხრა არაფერი რევოლუციის მიხარია ჩვენ სოფლებში მიტოებულ სახლებში აი ეს არის რომ მიტოებულ სახლებში ვაგზავნით ძველ პროფესორებს მედიცინის მუშაკებს ისინი ოჯახის თავკაცების დროს თამაშობენ იქ ძოლქმარი და ბავშვები სტუდენტები არიან ყველა ხელფასი აქვს და იმ მიტოებულიდან ჩამოიყვან სიამოვნებით იმუშავებენ არა არ უნდა ახალ ყავს არა თქვენ ქალაქში დაჭნა ხალხის სახში ტყუილები ტელევიზიაში ამ კომპიუტერების ყურებით გავა ახლა მე აგერ ამჭერაში გავგორ დღეში 2 საათი ეგ არანორმალურად ვისვენებ რა ასე მინდა ყველა იყოს სახში და აქ არავის ერთმანეთკაც ამას არ დავალენებს სულ ბალახები უკურარებს უყურებს აი ახლა ფაქტიურად ერთ თემას ყველაფერს დღეს ვერ მოვიცავთ მაგრამ აი ჩვენ რო იდენტობა ტრადიცია ღირსება დავკარგეთ და ეს სისტემამ გააკეთა სახელმწიფოებს გაუჩინა მონოგისურვილი მაგრამ ამ სისტემაში მანქულს არ აინტერესებს არაფერი რა თვითონ იყოს კარგად თორემ აქეთ ბანკროტი რო ეშინია რომ არის ჩვენ ერთ ხალხი გვეცოდება იმიტომ რომ ომიანს არაცოდეს ყველაფერი თავის ისტორია ბანკროტი ხიზანი და უყურე რა გავხდით ბათხორები სოციალურად დაუცველი ძალიან ბევრია ესეთები ახლა რასაც ლაპარაკობს ფაქტიურად ამ ჩარტვაში ადამიანები ესე აქ ფინანსებსაც მოიზიდო და ყველაფერს გავაკეთე. დიდი მადლობა. თავარი არის ახლა რა შეფეთქეთ, განათლების სისტემა ახლა არ აკმაყოფილებს დღევანდელი განათლების სისტემა იმას, რაც უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად მოიშალა საბჭოთა ვითომ განათლების სისტემა, მე ვამბობ, ძალიან კარგი სისტემა იყო ის, ალბათ დახვეწა უნდა ყველაფერს, რომ მიდის და უნდა დაიხვეწოს, მაგრამ ცუდი სისტემა არ იყო, ისიც მოშალეს და ახალიც ვერ შეიქმნა. 30 წლის განმავლობაში ახალი სისტემა ვერ შექმნეს და აღარ ძველი მოვიდა, აღარც ახალი. ეს ძალიან ცუდია, როცა ამ მდგომარეობამდე მივდივართ. მაგრამ თავარი არის ერთი რაღაცა, რომელიც ყველა ტოვებს მას და რაღაც გვერდსულის თუ არ საუბრობს ან ვერ ხდება რა შემეცი აქ არის ერთი რაღაცა ბავშვი სასწავლია პატრიოტობას ოჯახში საბავშვო ბაღში სკოლაში და მომავალ სასწავლებელში თუ გააგზავნა ხო მაგრამ პოლიტიკოსობა ეს სხვა რაღაცაა პოლიტიკოსობა და პატრიოტობა განსხვავებულია ეს უკვე სხვა რაღაცაა ამიტომ ჩვენ პოლიტიკოსების ნაკლებობა როცა გვაქვს იმიტომ არ არის ეს განათლების საკითხი თავის დონეზე მოგვარებული იმიტომ რომ განათლებას თუ არ მიეღწევ დიდი ყურადღება ჩვენ მაშინ გაუნათლებელი ახალგაზრდა ვერაფერს ვერ გააკეთებს ის იქნება ეს მოსამსახურე ადვილი დასამორჩილებელი და ჩამოვიდა დავამთავრე მე ჩემს და აუცილებლად მოგცემ ციტას დავისწავლოთ იმიტომ რომ აი ეს განათლების სისტემა უნდა რაღაცნაირად მოვაგვარო და რაღაცნაირად უნდა მივიდეს სწორედ მე იმას უბრუნდები ისევ თქვენ მამულიშვილურ კავშირებს რომ ისევ და ისევ ოჯახური აი ეს გვარიშვილობა აი ეს ყველაფერი აი ამან უნდა შეასწავლოს ადრე სკოლები სულ არ იყო მაგრამ სწორედ გვარიშვილობა და ოჯახში ხდებოდა ეს ყველაფერი განათლების მიღება და მონათლობის და დედა ასწავლიდა და მამა ასწავლიდა გვარში ტრადიცია იყო და ამას ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი თქვენი აზრი აი ნამდვილად აი ნამდვილად მე რომელი სკოლა მასწავლიდა მე იმას რაც ბაბუაჩიმა ჩამიტარა სოფელში მასტერკლასი ვიტყვი როცა ჩავედი კოლონიაში მოიტანეს ვაშლის ნერგი და მოვიდა ბაბუაჩემი ერთი 8 წელი ვაშლის ნერგი ყოდა და ამდრან თუ და უნდა მივეხმარო ჩემი ამოსათხრელია ხო აი მე ვეთქი მოკიდა 5 წელსაც აიღო დატოვა 3 წელი დავიდა მეზურებში ჩამოვარდა მოვიდა პაეთი დავგოთ და რა შეიძლება დავარიო მეზურებში არ ვარ და რა საუკეთესო ვაშლია სხვადასხვა ეს 50 წელი სწავლება იცოცხლება მე რატომ მიეცინდი ბაბო შენ როგორ იდარ
არის მეზობელსაც უნდა მოუკითხო თორე ზაბორსაც დაგინტერესოს ობერსაც დაგინტერესო შეშურდებოდა საკეს ეკრებოდა და უხერხულობაში ჩავალდები შეძდა და ორი ყველას ვერ ეკრება ჩემამდე არავინ არ მოვა აი ეს ერთი სკოლა მეზობელი არისაო არის და მეორე განუყანა ადრე გაზაფხულზე შეატყო რაღაცებში ინტერესი მქონდა განუყანა დღეში და წამოიღო კვირტები და ათოლასათოლი სადაც აყვავებული რაღაც დაინახა მივიდა ესე იგი ტემალი იყო მაგას უნდა დაერქვა და დაამყრო იქ რამოდენიმე ხე ჩემთვალის რა შვებო მოთხეშე ბაბო გაიზდებიო და სანადირო წახავს და მოგშიდებო არ დაგხვდება დღეში ხილიო და მე რამდენი ხილი შეხვედრია სოფელში სხვადასხვა ადგილებში სულ ბაბუაჩებს ხოვრობსა და იმ ხალხს როცა ვისაც ეს ხოდა და ახლა სოფელი ინგრევა რატო ინგრევა იცი როცა ვიდეოდი გეკის ხეებია მოჭიდა ხეებს ეკის ხეებს და ჟელე ხოა გაკეთებული ისე წყალი როცა წლის ამას და ჩაამჭობდა ესემეს თავი წალდი და დაახსენავდა მე პატარა ტოტებით და ისა რომ მოაწმებოდა აი ესე კიბეებად იყოს უდა და არაფერი არ იგრეოდა ეხლა ბაბუ აღარა ჩვენც აღარა ვარ და უგადავიხადე ამ ხელა პატარა ხელები იყო იმ ხელებს ნახევარი სოფელი წაიღო აი ეს არის პრაქტიკულად რო სწავლობენ ბავშვები და ეს არის სამშობლო ეხლა ჩვენ რო გვაქვს ეთნოგრაფიული სკოლა მუსეუმი მე ხო პირველ რიგში ჩვენ ვასწავლით იმ ბავშვებს თავისი კუთხის ისტორიას უბრალოდ უფუთავთ იმას აი ეს ხო არის მაგრამ კარგი მაშინ 99% არ იციან რა სოფელია და ვინ არის და რა ისტორია ქონდა როცა ამას ჩვენ უფუთავთ და ის რო წავადა იქ უცხოეთში ამაყობს ამითი და აუხსნის ამით და შენ რო აქედან მიარკვი იმას ტელევიზიით ისტორიულად რო ეს სურათებს და იმას და იტყვი ვინავა და ის რო იტყვი მე ის კი არა ვარ მარტო რომ ნემსი აღიწყდა და შენი გაშუქი გავიტანო მე იმ მედიას და მე იმ ფაზისის აკადემიის წარმოადგენა ამას რო ყველაფერს ეტყვი ის მასპინძელიც იქ ისიც უფრო პატივისცემით მოეპყრობა მე იმას გამოვაგზავნის თავის სახში რომელიც ინგრევა მიტოვებულია მაგრამ სახსრები გამოჩნდება გაურემონტებთ და დავასვენებ და ის კიდე სხვას გამოვიგზავნეს და აი ქუთაისის პარლამენტზე მქონდა რამოდენიმე აი ზუსტად ქუთაისის პარლამენტი რო აი ხელა არის მაშინ ჰოლანდიაში ერთი ამრებია თუ ამრები და იმის ირგვლივ არის ესეთი სოფლები ბეროთკა რომელშიც სახლები ხირავდება და ეს არის სულ ყველაფერი როგორი სახლი გინდა გეუბნებიან ხაზეიკი თუ ხაზეიკო ძროხი თუ უძროხოთ აი რა გინდა შენი ხელით გააკეთო და მეც ავიღე რაც უნდა და თუ ეს არ მოგწყინდება ველოსიპედი ყავს ცხენი ყავს რაც გინდა ისა ყავს რასაც მოვითხოვ თუ ეს მოგწყინდება მე ჩადიხარ იქ აი ქუთაისის პარლამენტი როა ჩვენი ჩადიხარ იქ და იქ სულ არის უფრო გაშლილი ჭამე სვი რაც გინდა ფულს არ ავიღებ და ფული გადახდილი აქ მომივიდა უკვე მენიუ თბილისში მქონდა მენიუ და ვიძახი ქუთაისელები მაგისტრად დავადებული გაუკვეთი ამ პარლამენტში თანამედროვეისა და იგივე სოფლები პირდაპირ პროგრამები გაშანდა რა გაყიდე ეს რომ ქუთაისური პურბალი და დომეტიას კაბები თუ რა და ყველა ეს რო გავავრცელოთ ქართული ტრაფიკების ობიექტები ესე იგი კავკასია ყველა რო შევაერთოთ სასწავლოში და შეთქვე შეხედეთ ჰოლანდიაში რომ მიდიხართ არის ესეთი ემბლემა კოდალა ესეთი ყველგან არის ეს კოდალა და რო ვიკითხე რა და ეს კოდალა ნიშნავს აი ამ სოფელში აი ამ ფასტფუდი აი გლეხის ოჯახში შეხვდა ჭამ ასევე ვერ რო შემოდის შენ აჩვენებ ამ ყველა კუთხეს აგერ ყონაგია ჩემი იმაში დუშეთი არა დუშეთი რა ქვია იმას ლეკებში ყონაგია ჩემი დაღესტანში ყონაგია ეს ყონაგი ისევ ახლა ფილერები ზოგადად ჩემი სისხლი და ხოთით მოძნია რა და აი ამით ჯერ იყო ძმისგული და მე დიპლომს ვაძლევ შენ კავკასიის შვისაქმე შენ აი ისეთი ძლიერია გვარები და კანკერები ჩვენ ვერავინ ვერ ვისწავლებს რა და ვასწავლი და ისე კარგად ვასწავლი ახლა ისეთი შავი არქეოლოგია ესე გონეზე კარგი სოფლებში ვირასი პარავს არის მაგრამ შენ როცა ეს გეკოლებოდა შენი აგენტურა სოფელში 50 ბავშვია ხო 50-ე სწავლობს ჩემს 3 წლიდან სამაშო მაგიდან ის უკვე ის იმას სახში მივყავს იმასთან ერთ-ერთ ოთახში ის სამაშო არის დედაც არის დაკერებული მამაც არის შვილიც არის და რამოდენიმე შვილი ისინი არიან ფაქტურად სამაშოას სტუდენტები და
აი ეს საკუთრებს იღებენ დაამთავრებს სკოლას და დიპლომი აქვს ჯიბეში კიდე იმ სახში დარჩეს ის უკვე ჩვენეთ მომუშავე ჯგუფი იმ სოფელში დამთავრებამდე 50 სასტუმროს გახსნის ეს რას ნიშნავს რომ ესე დამოვედროს ეს რომ ჩვენ რაც მაგალითი ნახეთ რომ შეიჭამა ეს სოფლებში ამ კომპლექსური ფერმერული მეურნეობა უნდა იყოს 10 სოფელში ერთი ეს არის ცენტრალურ ადგილზე ორი ქათამი იდაური ყველაფერი უნდა მოიციონ რომ როგორც კი ერთი ტურისტი ენდემური ყველაფერი ჩვენი და არა ხელოვნური დათესვით და რაღაც ბალახი რომ ბალახია თქვენ არ იცით და ყველა ბალახი წამალი და საჭმელია ისაც აღარ დარჩება თუ ჭკუით მოიხვა რა აი ხლა რომ საინტერესო რაღაცა თუ ნებას მოვცემთ იაპონიის მაგალითზე რით ჩვევივა ჩვენი იაპონია და ამას როიტვის სიცხილე ზონა ისთვის ვიღაცა მაგრამ საინტერესო მაგალითი გეტყვი აი ახლა ჩემი შვილიშვილები სწავლობენ ამ კერძო სკოლაში და სულ იმას გული მისხდება მე ბავშვობაც ართმეულია იაპონიაში არის კვირაში 2 საათი საგნოვრის წარმოება დანარჩენი მოხუცების მოვლა ცხოველების მოვლა ფრიგველების მოვლა პერმაკულტურის ცენტრში მუშაობა რეწვის უფრო მაღლა უკვე მონაწილეობას იღებენ ამ ეროვნული დოქტრინის პროგრამებში და სახელმწიფო დაზრუნებაში. იაპონიაში მასალობა ფუკუოკამ შეძლო 1 ჰექტარზე მეტნახევარჯერ მეტი ბრინჯი მიიღო. შესაბამისად ახლა რო უთხრეს, გააკეთე ესე გენიალური სვლა რომ ეს იჭირდება და ამ 1 ჰექტარზე კიდე პარალელურად ამუშავა 20 კაცი და ჩემი მეუღლე მიკრობიოლოგიათა რომ მითხრა 20 კაცს როგორ ამუშავება, აქ ძალიან დიდი რაღაცები იკვეთება. სხვადასხვა მინდა გიპასუხო ჩვენი ტრადიციული სწავლება, სადაც პედაგოგი არის აქტიური და მოსწავლე პასიური და ინტერაქტიული პირიქით არის, იმით იდგა ფერზე რომ გონიერი ადამიანი პედაგოგები იგონებდნენ ახალ ხერხებს. და ესეთი ხერხები ჩვენთან უამრავი არსებობს, რაც ჰოლანდიაში არის აბსოლუტურად სასופლივი ქვეყანა არ არის, მაგრამ ეს მასალო ერის სიამაყე რო ავიდა მრეწველთა დაკავშირში გამოარდეს იქიდან. რატომ? აი რასაც თქვენ დაკითხოთ. რატო ეჭრება სახელმწიფო სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ხეთქეს თუ რა ის სახელმწიფო მოწერილია საერთაშორისო ვაჭრობაზე ხელი და რატო აქ ჯერ ჩემი წინაპრები სოფლით და სისხლით გაშენებული მიწაა მე მომეცია და მაშინ გრანტები არ იქნებოდა ის არ იქნებოდა დაამთავრება თემას ის გიხდი აი რატო გააგდეს ის იმიტომ რომ ეს სოფლის კუთხით მარტო კი არა ძალა უნდა გახდე რომ ვერ გამოგაგდოს და ამას ვაკეთებ და რასაც ახლა ლაპარაკობს ესე იგი ფაქტიურად ბავშვობიდან სიყვარულს უღებენ ბუნების იდეალიზმი მეტი არ არის ახლა ერთი ისეთი ჭკვიანები ოპონენტები მიჩნდება რომ თქვენ რო ლაპარაკობთ ამ კაჭარავას მოდელზე რომ ისო ამდენი კაცი სოფელში ბევრნები რომ რამდენიც დაიკებს ეს სოფელი ის არის დანარჩენი მრეწველობარ ქალაქში მაგრამ ეს გვარი ყველა თავის შვილს გამოაგზავნის სოფელში და იმ სიყვარულს აღებინებს რაც აი რა ეთქობა ახლა ამას ვაკეშეო ცხოვრობს იმის ანუ მე ყოველთვის ვაკვირვებს ქალაქად ბუნებრივი ადამიანი და სოფლად ბუნების სიდიადე რამ შეგვაკავშირა ერთმანეთთან საქართველოს სიყვარულმა სულ არ მინდა აკროვიო ეტრამის გეტყვი ძალიან საინტერესოა აი როგორ მასწავლა ბაბუაჩევა მე საერთოდ საქონელი რო ატყდა კაიგე აი წამიყვანა და მაყურებინა კაიგე რო ხარილა ეს როგორ შეაგვარა და ისე ახლა თვალებში ვარ რომ გააკავეს ისე და უნდა ეს ასე უნდა კი გავიგე რომ ასე ჩდება მე ხმოგაშდება ესე და ეს უნდა იყოს ხარები და დროხა მე მიყავ საქონელი თაში უნდა გაერეკათ საზაფხულო საძოვრებზე და დავინახე რომ ძროხაში ახდა ძროხას და ბაბა რა არის ესეთი ბაბუ საქონლები არიან ამათი დედამოწი. აი ხელი გამერპერა, აი ხო უკვე იქიდან მე გიკვირ კაცო, რატო ასე გალუბებზე რატო ნერვული რა ბავშვებიდან კაცმა მანახა რა არის საქონლობა. და всё, ეს ვიცი და შეიძლება კიდე გადამაკეთება. კი ბატონო. ჩვენ ტელემაყურებლებო ძალიან საინტერესოა გადაცემა, აი ხო ნახეთ, თითქოს შევეხეთ გარკვეულად რაღაც საკითხებს შევეხეთ, ძალიან ბევრი ამოუწურავი თემებია. ამაზე ჩვენ თავისთავად გავაგზავნებთ საუბარს, უფრო დაწვრილებთ. შეგიძლიათ კითხვები დავუსვათ, მოგწეროთ ტელევიზიაში, პირადადაც მოგწეროთ და აუცილებლად დავწერთ პასუხს ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ის თემა, რომელიც ყველას აწუხებს, თითოეულ ადამიანს აწუხებს, თითოეულ მოქალაქეს აწუხებს
და ყველა იმაზე ვფიქრობთ, როგორ გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან. იმიტომ რომ კრიზისი დღეს მთელ მსოფლიოშია, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ჩვენი საქართველო და ჩვენი ქართველები გვაინტერესებს და შემდგომ სხვა. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებასაც მე მოვუწოდებ, რომ შენ ხალხზე უნდა იფიქრო პირველ რიგში, შენ თავისუფლებაზე, შენ დამოუკიდებლობაზე უნდა იფიქრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ეკონომიკაზეა პოლიტიკას ბევრი რამე დაკავშირებული. ვინ არ გინდა თუ ეკონომიკურად ვერ იქნები დამოუკიდებელი, პოლიტიკურადაც ვერ იქნები, იმიტომ რომ ეს გადამული ჯაჭვი არის ერთმანეთზე. მე მინდა 5 წუთი მოგცეთ საქმეზე პრობლემები. მინდა უფრო გემრიელად რომ დავდეთ ბოლოს ირაკლი გაგიზემ თქვა ეს მას პრობლემებად გამოსდის, მეც ვცდილობ რომ იყო ასე. აი მინდა ვახსენო ჯულია ბობოხიძე, რომელმაც ამოაყენა წინადადება, რომ არც ერთ დედა შვილი არ უნდა უყევათ, ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა დედათა საერთაშორისო მსოფლიო მოძრაობასთან, ხარ მარტო საქართველოსო ლაპარაკი. ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, რამაც ის ვთხოვე ჩაჩიბაიას, უგიჩიანენ ისეთი, ვისაც დავუკავშირდეთ, ის გავაზრდა და მე ეს აფართოვდება და საზოგადო მოღვაწე ხალბატონები ჩაერთვებიან ამ საქმეში. მინდა შუჟუნა აბაშიძეს, რომელმაც მითხრა ესეც სიტყვა ძალიან პატარა ადამიანი ვარ, მე რა ძალიან დიდი ტრიბუნიდან უნდა გაჟღერდეს ამ ფონდის შექმნა, საიტის ყველაფრის და როგორ არის პატარა ადამიანი, როცა რა ვიცი, ხალბატონებს ყველას მისი სჯერა და ჩვენ შორის ჩავედით ფულოში და გაჩნდა იქ მეზობლები იყო, ყველა იყო ერთად ვიყავით და გაჩნდა ძალიან დიდი. აი იქ იქნება პატარა კერა, რომელიც გადაიზრდება მსოფლიოს ემიგრანტთა პლატფორმა. და არის ლაპარაკი ქართულ პლატფორმაზე, იგივე კვარტაკავშირებზე, როცა გავდივართ და ახლა რა მინდა თემური გითხრა, რომ აი ჩვენს ირგვლივ იქნება ესეთი ბირთვი, რაზეც არ ვლაპარაკნია და ბევრ რაღაც არ ვლაპარაკ, მაგრამ კვარტაკავშირებს ინიციირებით შესვლა შეიძლება, რომ მიეცეს ციხიდან თავდებით პატიმრის გამოყვანა. ეს ნიშნავს, რომ აი ეს დედა, რომელსაც ციხეში ყავს, შვიეცეს კი რა, ყველა როცა ჩამოყალიბდება, ვერავინ დაგვიდგება წინ. ხო, აი მას ვაპარაკობ. ახლა ნახე ეს მეორე არის, რასაც ხესხებს. ჩვენ უნდა დავაყენოთ ამ დებილური სესხების განვლების საკითხი, მაგრამ ამავე დროს უნდა დავაყენოთ იმიგრანტთა დაბრუნების პროგრამის ამოქმედება. ასევე უნდა დავაყენოთ ახალგაზრდული ცენტრის შექმნა, ასევე უნდა დავაყენოთ დროშის დადგენილების ინიციირებით საადგილმამულო ბანკთან დაკავშირებით, აგროქსელთან, სუბსიდირების მექანიზმთან და საბერძო საპენსიო ფონდის ამოქმედებასთან დაკავშირებით. რა წარმოვიდგენია შენ ამ აგროქსელის ფორმირება რა ადვილია, როცა თბილისის ზემოგარეთში და წაგიყვანდა ჩვენს მეგობართან დავით როგავასთან 50000 კვადრატზე აქვს ეს შემოტანილი კონსტრუქციის. ამით იწყებ ფორმირებას და მერე თანდათანობით თავისთავად მოითხოვს ეს ყველაფერს და ქართული გლოვო და ყველაფერი და ეს სასწავლი ბიჭები აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ იმ გლოვოს წარმომადგენლები, რა დღეში არიან, აი დღეს რამდენჯერ გადავრჩით დაჯახებას ამ იმას, იმიტომ რომ დაბალია კოეფიციენტი. ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ გალის კონფერენციაზე, უთულესი თემა ყურა მაკაცარიას არ ეხება ამასთან ძალიან მომზადებული უნდა მოვიდეთ და სრულ იმედებზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ იგივე ბასარია ლაპარაკობს, რომ ეს ადვილი შესაძლებელია, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ამ სუპრული პრინციპით ალავერდით გადავიდეთ იქიდან. და ვილაპარაკოთ კაცურად და არც იმას გამოუვიწყავ, რომ როცა ეთნოსოფლებზეა ლაპარაკი და გაგრიძე რომ ლაპარაკობს, მე თვითონ ჟურნალისტი მივლის, რომ იმათაც აქვს ნარკომანიის პრობლემა, იმათაც აქვს ბევრი პრობლემა და ჩვენი შვილები ვენდონ გაუშვათ ისეთი, რომ აი ეს ტრენინგ ცენტრები დაიწყოს და ერთმანეთთან გადავდოთ თუნდაც ეს საკითხები, რომელშიც ვერ დავხდები. მე მინდა ამ თემაზე განსაკუთრებულად თქვი და ყურა მაკაცარიასთან აღვნიშნე ეს, რომ ამ სისტემაში შეუძლებელია, ესე იგი, რაიმე სამართალის დადგენა, ამიტომ ის რაც აპირისპირებს აი ამ ეროვნულ მოძრაობას, ეს საკითხები უნდა გადაიდოს მომავლისთვის და ყველა ერთად უნდა დავდგეთ, მაგრამ ძალიან დიდი მეც ვამხარებ, ვის შევარდნაძის მხარეს იდგა და ესევე ჩემთან აღიარებით დღეს რომ მოდიოდა თქვა პირველი სასამართლო მეჭამიდა რომ ესე იგი, ლაპარაკი იყო, ყველა უნდა მოვიდეთ აღიარებით და უნდა თქვა, არ ვიცი ასე სამართლია რომ აი ამ ტელევიზიაში ხდება ეს ლაპარაკი. სახალხო სასამართლო იქნება აი ამათი თითო კუთხიდან თითო კაცი წარმომადგენელი, რომელიც შექმნის სასამართლოა. ეს თვეში ერთხელ იცვლება. ხო, თუ იურიდიული ძალა ეხლა მორალური ძალა ეხნება გვებერთება. მაგრამ მოინახე 5 წუთი თუ რა მინდა ჩვენ მამულებას ვიმართო. მე მინდა სულიდაგულით გითხრათ, მე ძალიან მიყვარხარ ცუპერები.
ჩვენი მტრები და ჩემი გადამგდებლებიც, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ და საქართველოს და ქვეყნებო და ბიზნესიდან კაი მაყუთი მომხიეს, რო ითქვა. მერტმა შეარგოთ, ყველა ასიარგებს ალბათ რა ვიცი. და თუ ჭყვაზე მოვლენ აგერალით, ეროვნული ბანკი და სახალხო ბანკი და იქ შეიტანა. აი ახლა ერთ რამეს გეტყვით კიდევ რა. ახლა უყურეთ, როდესაც მე ამ პროექტზე დავიწყე ლაპარაკი, ну, ვიღაცებმა ისიც გამომასვლეს დაწერიცი და წაიღეს მერე და მერე საყოველთაო მითხეს ერთ წლის მერე რომ არ იმუშაო შენმა პროექტო, რატო არ იმუშაო, მოთხარ. აი, იმიტომ არ იმუშაო, მოთხარ შენ მოიპარე პროექტი. წაიღე და სახში გააკეთე რესტორანი, მოთხარ. ეს არის 5 პროექტის გაერთიანება. 5 პროექტია პატარა. ერთი პროექტია სასტუმროში, მეორე არის დამხმარე ეს მეურნეობა რომ უნდა იყოს მესამე არის ну 5 პროექტია რა ტელევიზია, საელჩოები, ჩვენ ყველა თავიდან სამ სოფელში ვაკეთებთ მაგას, თითქმის 30 საელჩო მოვიარე, ყველასთან ხელშეკრულებები ყოდა დადებული, რომ ფაქტურად 30 საელჩო, 30 ქვეყანა 30 სოფლით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთთან. ტელევიზია, ჩვენი ტელევიზია, მაგას ყოველდღე გადმოგცემთ თუ რომელმა სოფელმა ჰოლანდიის დახმარებით, იტალიის დახმარებით რა პროდუქცია და რამდენი მოსავალი და მოგება მიიღო გლეხმა თავისი აი ჩვენი ამ ტურიზმის განვითარების პროექტი და ფაქტობრივად შეჯიბრში იქნებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, რის ღვინის გატანა, კაცო, ვის არუჩენი ჰოლანდიას და ყველას უჩენი ჩამოვიდეს და ქართულ სუფრაზე იმღეროს, შეცეკოს, დაინახოს რა არის ჯარიანობა, რა არის სანახშო, რა არის სიამონება თუ კიდე მიიღო და საქართველოს. აი ერთ რაღაცას არ მიწეს ისა, აი წარმოიდგინეთ ჩვენ ვაკეთებთ ახლაც გავაკეთებთ ამ განცხადებას და რაც გავიჟდებით ამას ოფიციალურად ანტიპუტინისტები არიან და საერთოდ პუტინიზმის წინააღმდეგ არიან ის კონტენტ კრეატორები, პროგრამისტები და რა ვიცი ძალიან ძლიერი ჩამოსულები უკრაინიდან და ბევრი ქვეყნიდან მათთან ერთად ჩვენ როგორცაც გავაკეთებთ, იმსაც გავაკეთებთ, მაგრამ ერთი დიდი ეთნოსოფელი, სადაც იქნება ყველა ქვეყნის კულტურა, მთლიანად კავკასიის. ეს ის ნუ აი, ასე მოხდა იქ რაჭაში, ამოვიდა ეს რა ქვია ეს ყველა დამავიწყდა დიდი ფული მოყრება და რაგიდან ხო აღიშენეთო იმაში ფერმებიო. მე ვთქვი არ არის ეს საკილო 300 ტულზე სოფელში ფერმა არ შეიძლება. სოფელში უნდა მიშენო 10-30 ფერმა 1000 სულზე. არა, მე ფერმაზე 300 სულზე. უკვე მონასტრი ფერმაზე არ მიქნობს, ახლა მე ვთქვი ტურისტული ცენტრი, სადაც ყველა ქვეყნის კულინარია იქნება და ეს ფაქტობრივად საფუძველ ჩაუყრის ქართული სტრატეგიების განვითარებას. სოფელში უნდა იყოს თავისი კულინარი ყველა აღადგენ. სამკურნალო იმებსაც აღადგენ. სად საყმაწვილოს აკეთებდნენ, სად მისი ჭირკისან ყველა შორის აი ახლა მე ხვილება მივარდა და 1000-ნაირი წამები რა ვიცი საიდან ინდოეთიდან ევროპიდან იქიდან აქეთა ხახვი ესე იგი ერთი 4 დაჭრილი 2 წელი დაგდით 5 დღეში მომარჩინა საერთოდ არამას ყველა. ანუ ეს ჩემთავზე გამოსადა ეს რასაც ლაპარაკობს მაგას კეჟერაფხას გააცხრებ დაგადებე გულზე და მასე თხას რო გამრო თხის ხომი არის პირველი წამი. დედა მალობა ჩვენ 5-7-4-0-6-31 შენში ტელეფონი თქვი დავიკავშირდით, ჩაგეხუტებით და მიზმიზგულო 5-9 21-25. დედა მალობა ჩვენ ტელემოყურებელს გიყურებთ, აზიარეთ და სხვებსაც მოვუწოდეთ რომ უყუროს, იმიტომ რომ სწორედ ეს ტელევიზია არის როგორც ბატონი მერაბი და მისი პლატფორმა უწოდებს მართალი ტელევიზია, სწორედ მართალი ტელევიზიით ჩვენ უნდა მივიტანოთ ჩვენი სიმართლე, ჩვენ მოსახლეობასთან და ველი თქვენ გამოყენოთ. ეს საფნახევარი ვაცდებინეთ, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან გიხარი აქვს მოსვლა. ფაქტია რომ ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა თხოვნა. სიმართლე არის ძალიან დიდი ძალა და თქვენ დააწმუნდებით ამ ტელევიზიაში სიმართლეს. და მე მინდა თხოვო და ამ პირველ მომენტში რომ არ მითხარი ამ დრო ჭირდება დაფიქრებისთვის მაქსიმალურად ეცადე ყველა სტუმრები რომლებიც ყავდათ ერთად შევიკრიბოთ და იქაც ხო შეიძლება იმ ოთახში არ ვიჩარყვა ანუ იქირავოთ რაიმე ისეთი პარტოდი სადაც კომფორტული იქნება და ამ თემაზე ვილაპარაკოთ ყველამ ერთად და აი ეს უფრო საინტერესო იქნება მაყურებლისთვის და ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს იმიტომაა როცა გალის ყრილობაზე გავალ ჩვენ და გალის ყრილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმათმა რაც გადაიტანეს ის
ანუ ფაქტურად ცარიელზე იყვნენ, ახლა წარმოვიდგინეთ მე მაშინ სამიერო ზემოსვანეთის ვაჭრობის გამოგრევის პირველი მოადგილე ვიყავი და ერთხელ მახსოვს ბაზარში შევედი და დილით ყველი სექციაში რაღაც არ იყო დალაგებული და ჩემი დავიწყე დალაგება და დირექტორი ყველა მოვიდნენ და ჩვენ შორის გამყიდველებს მეწარმეებს შორის კარგი ურთიერთობა დაგვაყოფილ და მე ხედავდი რომ დილით 5 საათზე როგორ შემოდიოდა სოფლის პროდუქცია და იმას როგორ პირველობდნენ ეს გალელები და უშუალოდ უფრო მეტად და რა ხდებოდა იცი ინჟინერი რო იყო იმას ლურიკით მიყოდა ქალიში და სიმინცი და შვილი იმას ყიდა მწვანილებს ის ბიჭი ნაკეთს ყიდა და მე ბანკები და დღეს ისინი წარმატებული ბიზნესმენები არიან. მე ვამთავრებ იმით რომ ამ გალილეებმა გადაიტანეს ძალიან ახლო ურთიერთობა გჭიროდა მაგენი რეალური თუ რაღაც არ უთხარით ამ დაბრუნებასთან დაკავშირებით არც არაფერს დაიჯერებენ მაგრამ როცა ვიტყვი ჩვენ რეალურს ისინი თავის კიდე დაამატებენ ამას და რა მოხდა იქ როდესაც 5 შვილი შემთხვევით დაეწვა ბებიას და როგორ მიიტანეს გუტანის აფხაზებმა არსებობს რაღაცა თემები რომელთა ჩვენ ძალიან დიდ დაუზრავს საქმეებს დავუძრავ თუმცა დრო არის ყველაფრის ეს თავისთავად მადლობა მინდა უთხრა შენც ესევე ეთქვით ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმიტომ რომ თქვენ ცნობთ თემზარცირდავას პირველი შემოქმედებითი საღამო მე ჩავუტარე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამას ბატონი ემზარზე ეთქვით რომელიც ნამდვილად დიდი წარმატებით იყო ძალიან ეს უყოლა ესწრებოდა ანსამბლიც ყავდა მიყვანელი და მაშინდელმა დირექტორმა ეროვნული ბანკისა ესეთი საღამო არ ჩატარებულა ამიტომ ჩვენს დიდი შეხება გვაქვს აფხაზეთთან და ნამდვილად ჩვენს მოგიწოდეთ რომ ერთად ჩავერთოთ და რაღაც საკითხები შეიძლება გადავდოთ ის რაშიც ვერ ვეთანხმებით იგივე აფხაზებს და რაშიც ვეთანხმებით ის საკითხები წამოვწიოთ წინაპარზე. დიდი მადლობა მადლობა მინდა გითხრათ რომ მახინჯაურში ჩვენ 10000 კაცზე ჩავიყვანთ მახინჯაურში დაფუძნდა ლაზარე ახვლედიანის პლატფორმა და ლაზარე ახვლედიანი არის ფაქტიურად ქართული დოსტოევსკი რომელიც ჯოჯოხეთში გაატარეს და მაინც ის არის ჩვენი ზმისმული და ჩვენ ასეთებს ბევრს ვიპოვით რომელიც გონათელები არიან